მოგესალმებით, ძვირფასო YouTube მაყურებლებო. შაბათ საღამოს ტრადიციულად უყურებთ ბატონი დემურ გიორხელიძის და ჩემი მარიკა კუბლაშვილის პოდკასტს. ვაფასებთ სხვადასხვა მოვლენებს, ვაკეთებთ ანალიზს, ძალიან საინტერესოს და ყველაფერი ამის მოსმენის საშუალება გეძლევათ კვირაში ერთხელ ჯერჯერობით, მეტი საშუალება უბრალოდ არ არის. მოკლედ მოგესალმებით. ბატონ დემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო თემა მინდა რომ განვიხილოთ. ჩემთვის ძალიან აქტუალურია, მაყურებლისთვისაც მე ვფიქრობ, რომ არის აქტუალური, მით უმეტეს ისეთ დაძაბულ გარემოში, როგორიც ჩვენ გვაქვს და ისეთ პოლიტიკურ თეატრში, რომელსაც ჩვენი საზოგადოება უყურებს. თემა არის პატიოსნების და წესიერების თემა პოლიტიკაში. გარდა ამისა, აუცილებლად ვისაუბრებთ ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ, რომელიც ხვალ გაიმართება და ყველა საორგანიზაციო დეტალს და შინაარსობრივ დეტალებზეც ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე უშუალოდ გადავიდეთ თემაზე, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო თემა. და რატომ გადავწყვიტე ამ თემის შერჩევა? იქიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციასთან დაკავშირებით ეს ერთი და გარდა ამისა, აი რაც მოხდა გუშინ, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, მე ეგრეთ წოდებულს ვამბობ და ამას ვამბობ აბსოლუტურად გააზრებულად, ჰელენ ხოშტარია პოლიციამ დააკავა აქციაზე, გადაიყვანა იზოლატორში და შემდეგ ის სპექტაკლი რაც ჩვენ იქ ვიხილეთ. და რატომ სპექტაკლი? ახლა მე ძალიან მოკლედ პატარა ისტორიას მოვყვები, რომელიც პირადად მე გადამხდა ამ ქალთან რა შეხებაც მქონია ამას მოვყვები ეთერში. შეიძლება მაყურებელს ზოგიერთს ახსოვს კიდეც 2 წლის წინ მოხდა ეს, როდესაც მე მუშაობდი ალტ-ინფოში და ვატარებდით ქუჩის გამოკითხვას სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელთან, მე და ჩემი ოპერატორი, მე მეჭირა ალტ-ინფოს მიკროფონი ხელში და აბსოლუტურად არაპოლიტიკურ თემაზე განათლებასთან დაკავშირებით ვატარებდით გამოკითხვას, უბრალოდ მინდოდა რამდენიმე სტუდენტი ჩამეწერა ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთმა გავლელმა მუშაობის დროს უცბად მეცა აი თქვენს აზიზღრებო ეს ალტ-ინფო ეს ისაო ესეო მოკლედ დამიწყო ლანძღვა. ახლა რა თქმა უნდა მე რო იტყვიან სიტყვა პასუხი არ მიჭირს ხოლმე ესეთ სიტუაციებში, არ ვიბნევი, რბილად რომ ვთქვათ. ამ ალმა შესაბამისი პასუხიც მიიღო და ცოტა არ იყოს შეეშინდა კიდეც, იმიტომ რომ არ ელოდა. და ეხლა მე დეტალებს, მე დაიდო თვითონ ჩართო ტელეფონით ისა კამერა გადამიღო რაღაცები დადო მოკლედ ეს შეხლა შემოხლა რა. არა, რას მერჩოდა მე ჩემს არ აბსოლუტურად არ ვეხებოდი. მეცა იმის გამო რომ მეჭირა ალტ-ინფოს მიკროფონი. შენ ვინ გეკითხება, ხო? ნუ ეს ცალკე თემაა. გავანებოთ ამასთან. მოკლედ ეს ქალი აღმოჩნდა, ქალი თუ გოგო თუ რაც იყო, რა ვიცი მე. აღმოჩნდა აი ამ ჰელენ ხოშტარიას კამანდიდან, როგორც ირკვევა, რატომ? იმიტომ რომ დაახლოებით 1 საათში თუ 2 საათში ჰელენ ხოშტარიამ მე ამას აი ესეთი ტონით სპეციალურად ვამბობ, იმიტომ რომ არ უნდა როდესაც შენ პოლიტიკოსს ირქმევ, არ უნდა იკადრო ესეთი რაღაცები. მოკლედ ჰელენ ხოშტარიამ დადო Facebook-ზე სტატუსი, რომ ალტ-ინფო ჟურნალად ეს ვიდეო ატვირთა, რომელიც ამ ქალმა გადაიღო ჩვენი შეხლა შემოხლის, რომ ალტ-ინფოს, ხა ნახეთ, დაუკვირდით, აი ყურადღებით. ალტ-ინფოს ჟურნალისტი აბულინგებდა ინდოელ სტუდენტებსო. ანუ უცბად გამოაცხო იმ ხელატყუილი და ცილის წამება, მე დავრჩი სახტად. აი ყველაფერს შეიძლება ელოდო ხო ადამიანი, მაგრამ აი ამ ხელა რაღაცას რატო? იმიტომ რომ ეს თემა იქნებოდა რაღაცნაირად ალბათ ხმაურიანი მიიქცევდა ყურადღებას თუ რას, მოკლედ ცილი დამწამა. იმაში რაც მე არ გამიკეთები, აი
როგორ ვთქვა რა დავიფიცო რომ ნამდვილად არაფერი ცუდი არ მithქვავს არც ერთ იქ იდგნენ უბრალოდ იდგნენ ინდოელი სტუდენტები ბევრნი არიან სამედიცინოს ესწავლიან მე მათთან შეხება საერთოდ არ მქონია მე ვატარებდი გამოკითხვას ქართველი სტუდენტების განათლების თემაზე ეხლა რატომ მოვყევი ამხელა შესავალი რომ ნახეთ ადამიანი რომელიც ამას ჯერთი ცილისწამება არის უდიდესი ცოდვა დამწამა ცილი რომ მე ვარ ესე იგი რა ვიცი ნაცისტი ფაშისტი რა ვიცი რა გამოვდიოდი ხო არა და არა ვარ მე კი ვარ ძალიან ეროვნული ვარ მიყვარს ჩემი ქვეყანა ჩემი ხალხი მინდა რომ ჩემი ქვეყანაში ჩემი ხალხი კარგად იყოს მაგრამ ნაცისტობას ნამდვილად ვერავინ ვერ დამწამებს ხო და ეს ერთი ეს დიდი ცოდვა მეორე ნახეთ როგორ შეიძლება ხო და თან მაშინ პარლამენტის წევრი იყო ხელენ ხოშტარია და აი ამას კადრულობს დეპუტატი, პოლიტიკოსი. პრეტენზია აქვს, რომ მე ხელისუფლებაში მინდა მოსვლაო, რაღაცა რა ქვია იმ ორგანიზაციას პოლიტიკურ დროა თუ რა შექმნა, ხო? რაღაცაზე აქვს ამ ქალს პრეტენზია და ამას კადრულობს. ცილს წამებს უბრალო ჟურნალისტ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს ქუჩაში, იმისთვის რომ ქულები დაიწეროს. ეხლა მოდით აი აქედან ამოვიდეთ ბატონ დემურ და მე მინდა რომ გავრცელდა ინფორმაცია ხა ჩავხედავ ზუსტად რომ არ შემეშალოს არაფერი მოკლედ პოლიციას რომ დაუკავებია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა იქცეოდა საზიზღრად ასე ამბობს ყოველში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამბობს რომ კამერებზე არის ჩანაწერიო და ამას აღმოაჩნდაო მათ შორის აკრძალულიო ნივთიერებებიო გვარამია აწოდებს ხალხს ხოშტარიას და აი ესეთი ფრაზით ამბობს რომ ელენე გააშიშვლეს ბოლომდე უკან შეუკრეს ხელები გაშიშვლებული ქალი პოლიტიკოსი დააწვინეს საწოლზე და შიშველს ხელზე მეტალო დეტექტორს ატარებდნენ წამალზე რაც მოიგონესო არის იმისთვის რომ გაამართლონ გაშიშვლებაო. ეხლა ამას ამბობს გვარამია. მოკლედ რისი თქმა მინდა ეხა ამ სპექტაკლში მე არ მჯერა რომ ხელენ ხოშტარია არის მსხვერპლი, იმიტომ რომ მე პირადად ამ ქალთან შეხება მქონია ასეთი და ცილი დამწამა, რაღაც არნახული რაღაცა მოიგონა, ამიტომ მე არ მჯერა მისი. მე არ მჯერა იმისი, რომ მან გამიზნულად არ მოაწყო პროვოკაცია იმისთვის, რომ დაეკავებინათ. არ მჯერა იმისი, რომ მართლა მოეპყრნენ არა ადამიანს. არ მჯერა, ნამდვილად არ მჯერა ამისი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე ხელის მომწერი. ოღონდ ის თანხა, რა თანხასაც იღებს, ის თანხა გაამართლოს რაღაცნაირად და მეტი იშოვოს, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი მისთვის. აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ბატონ დემურ პოლიტიკა როგორც ბიზნესი და წესიერება პოლიტიკაში არსებობს თუ არა ეს წესიერება იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდა ადამიანს რომელიცაც ქონია ხოლმე შეხება პოლიტიკასთან იმდენ სიბინძურეს წააწყდება რომ უბრალოდ აღარ უნდა იქ ჩახედვა და უბრალოდ აღარ უნდა იყოფნა ეს ასია ყველგან თქვათ და აი ამერიკის მაგალითიც განვიხილოთ თუ მხოლოდ საქართველოშია ესეთი მძიმე სურათი პოლიტიკურ თეატრში. ეხლა თქვენ გისმენთ ბატონ დემურ. მე მგონი ელენე ხოშტარიაზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ პრობლემა არის ფუნდამენტალური და მე მაგალითისთვის მოვიყვანე. დიახ, და რა კი მე მაქვს უბედურება, რომ ყველაფერი ქართული პოლიტიკის უბნელეს და ძალიან დახურულ კუნჭულებში მენახა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს განსაზღვრავს ის მახინჯის სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც კონსტიტუციური წყობა იქნა სამხედრო გზით დამხობილი და ხელისუფლებაში დანაშაულის გზით მოვიდა ხალხი, მოვიდა ჯერ შევარდნაძის დროშის ქვეშ, შემდეგ შევარდნაძის დროშის ქვეშ გამოზრდილი ნაცმოძრაობის დროშის ქვეშ, შემდეგ უკვე ოცნების დროშის ქვეშ და თქვენ დააკვირდით, რომ ყველა იმ მატარებელს, რომელსაც ბელადი მართავდა, უამრავი შემთხვევითი ადამიანი შეახტა.
ეს ხალხი პოლიტიკაში მოხვდა მხოლოდ იმის გამო, რომ ბელადის მატარებელს შეახდნენ. ქართველი საზოგადოების თვალწინ ამ ხალხისგან, ვინც 32 წელია პოლიტიკაშია, ათეული წლები დაუღალავი შრომით, პოლიტიკაში დაუღალავი შრომით, არ უჩვენებიათ საკუთარი სახე, რომ ისინი პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ და ხალხს გაუჩნდა მათ მიმართ ნდობა. რაკი შემთხვევითი ხალხი მოხვდა პოლიტიკაში, შემთხვევითმა ხალხმა ძალიან კარგად იცის უბრალო რამ. მე გეუბნებით ახლა იმას, რაც ჩემი თვალით მინახავს, რაც მიგრძვნია, არადა ის, რასაც ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ხედავს ტელევიზიით, სულაც არ არის რეალური გარემო, რომელიც პოლიტიკის მიღმა არის, აქ ინტერესებია, აქ ურთიერთვალდებულება ქართულ პოლიტიკაში თქვენ ვერ ნახავთ კაც დამოუკიდებელი პოზიციისა იყოს თითოეულა. მე მაგალითად 10 კაციც ვერ ნახე პარლამენტში, რომელიც საკმაოდ ძლიერი პარლამენტი იყო, იქ იყო ყველა ვიღაცის ფრთის ქვეშ და ყველა ვიღაცის დავალებას ასრულებდა თავისუფალი 2-3 კაცის მეტი ფაქტობრივად არავინ არ იყო. ესე იგი, რაკი შემთხვევითმა ადამიანმა იცის, რომ მოხდა ხელისუფლებაში და ისიც იცის, რომ მეტი შანსი თუ ბელადი არ იქნა, მას არ ექნება, გასაგებია იგი იწყებს საკუთარი პირადი საქმეების მოგვარებას და აი ეს საქმე საქართველოში აწყობილია უმაღლეს დონეზე. ყველაზე საუკეთესო ბიზნესი საქართველოში არის მოხდეს ხელისუფლებაში ადამიანი გაუმართლოს. მოდი ეს ქართული გაგება არის, ცხოვრებისეული, არა დიდი განათლება, არა წესიერი შრომა, არა პროფესიონალური სრულყოფა, არამედ გამართლება, რომ ფული იშოვოს. იშოვოს, კი არ გამოიმუშავოს, იშოვოს. და ჩვენ ხედავთ ამ დანგრეულ ძალიან მახინჯ სისტემას, სადაც ხოშტარიები, გვარამიები, ხელისუფლების უდიდესი ხელშეწყობით ტიტიობენ ზედაპირზე, მე არ გავახმაურებ ახლა რით ფაქტორებს, რომელიც ყველაფერი რომ დასრულდება, მანამდეც როგორ დაიშალა ნაციონალური მოძრაობა, რა იდგა ამის უკან, დღევანდელი ნაცმოძრაობის ანასხლეტები, რომლებიც იგივე ფუნქციას ასრულებენ, ეს არის დამალული რამ, მაგრამ გითხრათ სიმართლე, ეს სისტემა არის მიუღებელი. 32 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა შემადგენლობამ, ვინც ავანსცენაზეა ხელისუფლებაში, ჯერ მერე ოპოზიციაში, მერე ახალი ხელისუფლება უკვე 2012 წლიდან, თუმცა ის ნაწილობრივ ძველი ხელისუფლების ანასხლეტია და აკვირდით რამდენი ნაცი არის დღევანდელ ოცნებაში. გამოიწვია ის, რომ სისტემა მოიშალა, ქვეყნის წინაშე არსებული არანაირი პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. არის საშინელი კატასტროფა, ნახეთ ოფიციალური მონაცემები 2024 წელს ქვეყანა დატოვა 253,000-მა ქართველმა. ახლა მე გეკითხებით თქვენ, წინა წელი აიღეთ, კიდე იმის წინა წელი აიღეთ, კიდე მომდევნო 2-3 წელი აიღეთ, როცა არ შეჩერდება მიგრაცია და რა დავრჩებით, ჩვენ მივედით სრულ კატასტროფამდე. და ამ ყველაფერს, ამ კატასტროფას ქართულ ხალხში ყავს მხარდამჭერები. მოტყუებულნი, არამოტყუებულნი, განათლებულნი, არაგანათლებულნი არ აქვს მნიშვნელობა. ამ ქვეყნის დამაქცევარ სისტემას 32 წელია საქართველოში ყავს მხარდამჭერები. ეხლა ჩვენ ვდგევართ უკიდურესი მდგომარეობის წინაშე, როდესაც საქართველოში ქართველების მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენ უნდა გავიაროთ ზროთეს, ყოველგვარი ემოციის გარეშე, ყოველგვარი რაღაც, ესე იგი, მიტინგომანიისა და სხვა ძალიან ყალბი წარსული ნარატივებისა თუ თანამედროვე ნარატივების გარეშე, არამედ თუ სასიცოცხლო ინსტინქტი შეგვჩენია, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა. პრობლემის დაძლევა, კრიზისის დაძლევა ხდება გლობალურ ასპექტში.
ან აგვარებ მთლიანობაში კრიზისს, ან და შენ აგვარებ რაღაც დროებით ნაწილს კრიზისისა, რომ გაიხანძგლივო მდგომარეობა, მაგრამ აქ არის წმინდა პროფესიული, აი პოლიტიკური პროფესიონალიზმის პრობლემა. აი უბრუნდები იმას, რით დაიწყეთ, ეს ფონი აუცილებელი იყო პასუხის გასაცემად. თუ პოლიტიკაში იქნებოდნენ ღრმა პროფესიონალები, პოლიტიკური საქმიანობის არადა ეს კიდე გეუბნებით, სულ გავიმეორებ ამას, არ არსებობს იმაზე უფრო რთული საქმე ადამიანის მოღვაწეობისა, ვიდრე არის პოლიტიკა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ყოფითი საქმიანობიდან, სულ სხვა აზროვნება ჭირდება, სულ სხვა რეალიებია, სულ სხვა მოტივებია გადაწყვეტილებების მიღებისა, რომელიც არ ჩანს ზედაპირზე, მაგრამ ჩვენ გასანგრევი გვაქვს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენი არსებობა ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ესე იგი, წესიერებას პროფესიონალიზმს განსაზღვრავს მოთხოვნა ხალხში, რომ მათი მდგომარეობა იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება ნორმალური ადამიანის წარმოდგენას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაზე, საქმიანობაზე. შედეგები ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი გაცილებით ინტენსიურად შრომობს, გაცილებით დიდ ენერგიას ხარჯავს საკუთარი პროფესიული სრულყოფისაკენ, გაცილებით მეტს მუშაობს და მეტ შედეგს იღებს, ხომ? ამიტომ მთავარია ჩვენ ის განწყობა გავაჩინოთ ქვეყანაში, როცა ადამიანი შეიძლება სხვას არ გაუმხილოს, მაგრამ თვითონ თავის წინაშე როცა რჩება მარტო იტყვის, რომ მე ვიღებ იმას, რასაც ვშრომობ. გარეთ შეიძლება მან იტრაბახოს ან პრეტენზიული იყოს, რომ აი ასეთია უსამართლობა და ეს სულ იქნება, ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება, მაგრამ ჩვენ აქამდე ჯერ არ მიგვიღწევია. კატასტროფული გაქცევა ქვეყნიდან, სიღარიბე, დემოგრაფიული კრახი, მოუწყობელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აგებული ყალბ ნარატივებზე, გაურგებრად იმისა, თუ სად მდებარეობს ქართული სახელმწიფო, რა ფუნქციის აღება მას შეუძლია თანამედროვე გლობალურ, აბსოლუტურად შეცვლილ გარემოში, აი ეს განაპირობებს იმ უპასუხისგებლობას, რაც დომინირებს საქართველოში. რაც შეეხება შეერთებულ შტატებში, იქ სხვა პრობლემაა. იქ სხვადასხვა შეხედულებების ელიტებია და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყანას თითქმის 8 წელზე მეტი და უფრო შორს თუ განვიხილავთ, ბოლო 30 წელია მართავენ ნეოკონსერვატორები, რომლებიც სულ სხვა შეხედულების ხალხია, ეს არის ფაქტობრივად სტილიზებული ნეოტროცკიზმი, მათი აგრესიული პოლიტიკა და ასე შემდეგ. იქ ელიტების ბრძოლა, ელიტების მსოფლმხედველობას განსაზღვრავს ესა თუ ის გამარჯვებული პრეზიდენტი იქნება, ეს თუ კონგრესი იქნება, თუ საქართველოში ელიტების ბრძოლა არ არსებობს, რადგან ელიტები სოციოლოგიური გავლენით, თორე ქართველებს ასე გონიათ ელიტა ეს არის ცისფერსისხლიანი ვიღაცა, ესე იგი პრივილეგირებული. არა, ელიტა არის აქტიური მოქმედი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც მოქმედებს თავისი მსოფლმხედველობრივი შეხედულების ფარგლებში. რა კი ასეთი შეხედულების ელიტები არ არსებობს, ანუ არ არსებობს ფუნდამენტალური მსოფლმხედველობრივი შეხედულების ბაზაზე ჩამოყალიბებული, მაგალითად კლასიკური კონსერვატული შეხედულებები, კლასიკური ლიბერალური, კლასიკური მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული, ლეიბორისტული შეხედულებები, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოების დიდ ნაწილში. ანუ თითოეულ ამ მსოფლმხედველობას უჭერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჩვენი კატასტროფა იქნება, რომ ქართველი ხალხი ერთნაირად ფიქრობდეს და ერთ აზრზე იყოს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო ამისგან, არა, თავარი არის შეთანხმებული ელიტები და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ეს გაერთიანება, რომ ამ შეთანხმებას მივახციოს და ამ შეთანხმებას ქართველი ხალხის ძალისა და მოთხოვნის გარეშე ვერ მივახციოთ. ესე იგი, პასუხი არის ასეთი, რა კი მე მაქვს უბედურება და ეს ყველაფერი ნანახი მაქვს სულ კუნჭულებში, უპასუხისგებლობას
პოლიტიკურ ანგარებას განსაზღვრავს შემთხვევითი ხალხის დომინირება პოლიტიკაში, ბელადომანია და ხალხის საკმაო ნაწილის მორჩილება პატრონისადმი, რომელსაც ისინი აღიქვამენ პატრონს, ისინი ყველა ეტაპზე აღიქვამდნენ პატრონს და პატრონიზება და სახელმწიფოს აგება, სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია. ყმებს და მონებს საკუთარი სახელმწიფო არ ჭირდება. მათ ჭირდებათ ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში კარგი პატრონი. ყმას არ ჭირდება სახელმწიფო. მან არ იცის რა არის ეს. ყმა არ შეიძლება იყოს თავისუფალი, იმიტომ მან არ იცის ეს რა არის. ყმა ყოველთვის იქნება მეორე ყმის მტერი, რომელსაც სხვა ბატონი ყავს. იმიტომ რომ ეს არის ბატონების კონკურენცია. და ეს ყმები არის სწორედ გამოყენებული იმისთვის, რომ საკუთარი ბატონობა იქნეს შენარჩუნებული. თავისუფალი ადამიანი ვერასდროს იქნება პატრონის მაძიებელი. წელში გამართული საკუთარ შრომაზე დაყნობილია და ამიტომ გახდა საქართველოში ასეთი ხალხის საშიში. ამიტომ გადაუკეტეს ყველა გზა, ამიტომ დაარქვეს მას ჩარეცხილები, შეიძლება იქ ზოგიერთი მართლა ჩასარეცხი იყოს, როგორც არაწესიერი ადამიანი თუ გნებავთ მეცნიერებაში, ნეპოტიზმის გამტარებელი, უნივერსიტეტში მექთამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის, რა იცით, ეს არის მოვლენის ნეგატიური მხარე და არა მთლიანად მოვლენა, ხო? თავისუფალი ადამიანი ყოველთვის არის კრიტიკული. დამოუკიდებელი საკუთარ შრომაზე დაფუძნებული ადამიანი ყოველთვის არის კრიტიკული მოაზროვნე და არჩევნების დროს გამოდის არა პატრონის სიყვარულისგან, არა ბელადომანიური შეხედულებებისგან, არამედ იმისგან, რომ რომელია ამათ შორის ის ადამიანი, რომელიც მის საქმეს ცოტა უკეთეს გახდის. გასაგებია, რომ თუ დასაქმებული ხალხია ქვეყანაში, ყველა ასე ფიქრობს, ჩემს საქმეს უკეთეს რომელი გახდის, იმიტომ რომ ჩემი საქმე, შენი საქმე, კიდევ ნებისმიერი სხვა ქართველის საქმე მთლიანად ქმნის ქართულ საქმეს. ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, ხალხი თავის საქმეს აკეთებს და ხალხის საქმის გარეშე ხელისუფლების გაკეთებული საქმე არაფერი არ არის. ჩვენ ტოტალიტარებში ვერ დავბრუნდებით, ჩვენ წარსულში არ დავბრუნდებით, ჩვენ გაცილებით უკეთესი მომავლის აგება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვაქვს გადასატანი, უსაშველოდ რთული და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ესე იგი, დასკვნის სახით პასუხი. უპასუხისმგებლობას და იმ უბედურებას, რაც ქართულ სინამდვილეშია, განსაზღვრავს შემთხვევითი ხალხი პოლიტიკაში, რომელიც მოყნენ ბელადის მატარებელს, ბელადი კი არასდროს არის პასუხისმგებლობის მქონე კაცი, იმიტომ რომ ბელადი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც ისეთი ღრმა ამბიციური ამოცანა, როგორც არის ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, ქართული ხალხის ინტელექტუალური დონის ზრდა, ქართულთა კეთილდღეობა, წესიერი თამაშის წესების ჩამოყალიბება, კონკურენტული საარჩევნო სისტემა, სადაც გამორიცხულია გაყალბება, იმიტომ რომ შენ ვერანაირი მამამარჩენალი ვერ იქნები და არ იქნები და საერთოდ არავინ არ ახარ, როდესაც გაყალბების სისტემას აგებ და ქვეყანა შეყავს კრიზისში. ხას უსვამ. თქვენ ახსენეთ ხოშტარია, კიდევ ვიღაც ახსენეთ, გვარამია, ესენი ახსენეთ ვიღაცები, სია დიდია, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა, ძალიან ძიმე რამეს ვამბობ, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ამათი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში. მხოლოდ იმის გამო, რომ ეს სისტემა ისე აგებული, რომ მას აწყობს ხოშტარიები, გვარამიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არსებობს ეს სისტემა. ნახეთ პრობლემა, უცხოელი ემისრები ჩამოდიან, კრებენ ახალგაზრდებს, ასწავლიან, როგორ უნდა გამოიყენონ მოლოტოვის კოქტეილები
როგორ უნდა დაამხონ საკუთარი ხელისუფლება დღეს და ხელისუფლება ამას არ ეწინააღმდეგება. ხას უსვამ ძალიან ღრმად ვიცი სახელმწიფო სტრუქტურები ხელისუფლების ნების გარეშე რამდენიმე საათი სჭირდება ყველაფერი რომ კანონიერის ფარგლებში ისე რომ ერთ ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს ალაგმული იყოს ეს ყველაფერი. აი პოლიტიკურმა უპასუხისმგებლობამ რა იცის. სისტემა აწყობს ბელადს, რადგან ბელადისთვის მხოლოდ ამ სისტემაშია შესაძლებელი თავისი ძალაუფლების გაგრძელება. ბატონო, როგორ არის სხვა ქვეყნებში? ნახეთ, ეს ერთი შეკითხვა და მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ პარლამენტშიო, იმ პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი პარლამენტი იყო, 10-ოდე დეპუტატი თუ იყო დამოუკიდებელიო, დანარჩენი ვიღაცის ინტერესს წარმოადგენდაო. და ეს თქვენ ბრძანეთ, რომ მახინჯმა სისტემამ შექმნა ეს ვითარება, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც მახინჯის სისტემაა გამოდის. სხვაგანაც ხომ წესიერება პოლიტიკაში არ არის ხშირად ეს უფრო სწორად არის ასე ვთქვათ ფუფუნება, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკოსმა ის წესიერება და პატიოსნება, ანუ არ ითამაშოს პუბლიკაზე, ასე ვთქვათ. ნახეთ, მას შემდეგ რაც ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარდა, მას შემდეგ რაც კლასიკური ეპოქა პოლიტიკაში დამთავრდა, საბჭოთა კავშირი, შეერთებული შტატების, ანუ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, იქ ასე თუ ისე მსოფლმხედველობრივი გაყოფა იყო მსოფლიოსი, ამის შემდეგ ტექნოლოგიური თვალსაზრისით იქნა ადამიანთა ცნობიერება კორექტირებული ისეთნაირად და იდეოლოგიური ზეწოლა და პოლიტიკა გაირჩევა უკვე არა კლასიკური ეპოქის წესიერებით, პროფესიონალიზმით, არამედ იდეოლოგიური კუთვნილებით. თქვენ თუ ტრენდულ იდეოლოგიას არ ეკუთვნით და ეს საქართველოშია, თუ თქვენ ნეოლიბერალური არ ახართ შეხედულებები, თუ თქვენი გლობალური ელიტის ტრენდებს არ მიჰყვებით, თქვენ არ საუბრობთ იმ სისულელეზე, რომ ევროკავშირში შეხვალთ და ნატოში გაწევრიანებით, თქვენ ესე იგი ხართ სისტემის გარეთ. აი როცა წესიერია პოლიტიკოსი და პასუხისმგებლობა აქვს, მას არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა და წნეხი ვერ აიძულებს იყოს კონიუნქტურული. რაკი საქართველოში ამდენი შემთხვევითი ადამიანია პოლიტიკაში, გასაგებია რომ ისინი საკუთარი თავის შენარჩუნების გამო ასებია ევროპაშიც, რომელიც საერთოდ საშინელ მდგომარეობაშია, როდესაც იდეოლოგიური კუთვნილების მიხედვით განისაზღვრება თითქოს კარგი ბჭყალებში და ცუდი პოლიტიკოსი. ვინც არ მიდის ამ ტენდენციების ფეხსაყოლილი, ესე იგი ის არის ყოველ შემთხვევაში პუტინისტია თუ პოპულისტია, ხო სწორია, რაც უძახიან დღეს ეროვნულ ძალებს ევროპაში პოპულისტი, ხო სწორია, რა პოპულისტი, კიდე რაც უძახიან, ესე იგი ექსტრემისტული ძალები, ხო, რატო კაცო შენი ქვეყანა თუ გინდა ექსტრემისტი რატო ხარ? ომი თუ არ გინდა, შენი კულტურა გინდა, მაგრამ ეს არის იდეოლოგიური ზეწოლა. ჩვენ საქართველოს მაგალითზე ხედავთ, რამდენად დამახინჯებულია პოლიტიკური სპექტრი, რამდენად მარიონეტულია პოლიტიკური სპექტრი და ამას უნდა დაუპირისპირდეს ის, რასაც ქვია ქართველი ხალხის ნება და განწყობა, სხვანაირად თქვენ ხედავთ, ხელისუფლება თამაშობს ამ წინააღმდეგობაზე, იგი ვერ ერევა ამ სიტუაციას, ამიტომ ახანგრძლივებს ამ დაპირისპირებას, მას უშუალოდ საფრთხე არ ემუქრება ასეთი ძალადობრივი დამხობის გზით, იმიტომ რომ ძალადობრივად რომ მოინდომოს ოპოზიციამ, დღევანდელმა კატასტროფულმა ოპოზიციამ ხელისუფლების დამხობა, მაშინ ხელფეხი გაეხსნება და, როდესაც რევოლუციაზე და იარაღით ხელისუფლების დამხობაზე, მაშინ ისინი მიიღებენ ლეგიტიმურ ძალადობას და არ გამოვა ეს საქმე. ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ კრიზისი ვერ იძლევა.
კრიზისის დაძლევა დღეს არის და გადასვლა იმაზე, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები, შეიძლება მხოლოდ განსხვავებულმა ძალამ გააკეთოს და ეს პოლიტიკური ძალა ვერ იქნება, იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკური სპექტრია ძალიან დაზიანებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ ეს იყოს ქართული ხალხის, საღი ქართველების ერთიანობა, რომელიც ჯებირს ჩააყენებს ამ სისტემის წინაშე, ჯებირს ააგებს და ამ ხალხს აიძულებს წავიდეს იმაზე, რაც აუცილებელია ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის მომავლისათვის. დიახ, ჩვენი ინიციატივა იქნებოდა აბსოლუტურად უაზრო, რომ პოლიტიკური სისტემა ისეთი იყოს, რომ ხელისუფლება, დღევანდელი გუშინდელი ლეგიტიმური დავანებოთ ამ წუთში თავი, ხო, ხარ ფაქტობრივი ხელისუფლება, ხო? ოდნავ მაინც რომ ასრულებდეს თავის ფუნქციას და ქვეყნის წინაშე არსებული, ჩვენი ხალხის წინაშე არსებული პრობლემებს აგვარებდეს. ეხლა ილუზიები არ გქონდეს, იდეალური არაფერია, მაგრამ ხედავთ, რომ ხედავდეთ, უნდა რომ რაღაც კეთდება, რაღაც ვერ კეთდება, რაღაც ვერ კეთებაში ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, იძებნება ახალი რესურსი და ასე შემდეგ. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ნაცი, კოცი, ფუ, რასაშინელი სიტყვებია. ევროპა, ნატო, ეხლა ეგრე ევროპა ფაქტობრივად ომის პირზეა, მართალი ომი არ შეუძლია და განადგურდება, მაგრამ მიდის ყველაფერზე ამერიკის, ასე რომ ვიტყვიან, იმერულად რომ ვთქვა, ამერიკის ჯინაზე. გამიგეთ არა? მიდის რუსეთზე დაპირისპირებაზე, თითქოს ეხმარება უკრაინას და არ შეუძლია მისი მეხმარება. უკრაინა კი სრული კატასტროფის წინაშე დგას და დაამთავრებს სრული კატასტროფით ყველაფერს და ქართველები პოლიტიკაში მყოფი ხალხი ევროკავშირში შედიან, ნატოს წევრთნებს აანონსებენ და დაიწყეს, მე მგონი თუ დაიწყებენ ახლა ამ ერთი წლის განმავლობაში მისცემენ ნატოს გემებს და ასე შემდეგ ქართულ პორტებში შემოსვლას და კიდევ რაღაცებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ხელისუფლებაში ილუზიები აქვთ. მათ გონიათ, რომ მე ამიტომ იყო ორჯერ მივმართეთ, ხო ჩვენი პოდკასტიდან, რომ ასე ქენი, ნუ აყვები ამ იდიოტ ოპოზიციას და ანტიამერიკულ პოზიციას ნუ დაიკავებ. ეხლა უაზრო უნდა იყო ადამიანი, რომ ანტიამერიკანიზმის გზას დაადგე პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ვიღაცა საქართველოს შეიძლება არ უყვარს და ვიღაცას რუსი უყვარს, ვიღაცას თურქი უყვარს. ეს მისი პირადი პრობლემაა. მე ეს არ პირადი შეხედულებები არ მაინტერესებს, მე მხოლოდ პოლიტიკური ადამიანების, პოლიტიკაში მყოფი ადამიანების შეხედულებები მაინტერესებს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ისინი აუცილებლად უდიდეს ზიანს მიაყენებენ ქვეყანას. ესე იგი, რა გამოდის? ჩვენ ვისჯებით იმის გამო, რომ ჩვენმა მიამიტობამ, დამყოლობამ სისტემას საშუალება მისცა ფრთები გაეზარდა. ამნაირ სისტემაში თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ პასუხისგებლობის მქონე პოლიტიკას. პოლიტიკოს, რომელიც პასუხისგებლობით ეკითხება თავის საქმეს. ფული კოლოსალური იშოვეს. სისტემას ინარჩუნებენ ჯერჯერობით, თუმცა ძალიან რთული მდგომარეობა აქვთ და ჩვენ კიდევ ერთხელ რომ არ მივიდეთ უკიდურეს მდგომარეობამდე, ეს კრიზისი ბლოკირებული იქნას. უნდა იქნეს ამ ბლოკირების საშუალება მხოლოდ ქართული ხალხის ნება. სხვა ამას ვერ გააკეთებს და ეს ადრე თუ გვიან მივა დაპირისპირება. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში არეულობა, მე ბევრი რამ არ მოწონს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან კარგად ხედავ, როგორ უნდა გასწორდეს ეს ყველაფერი. ჩვენ გავიზიარებთ ერთმანეთში ამ შეხედულებებს და შემდეგ ერთიანი პოზიციით დავაყენებთ მოთხოვნებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშვიდობიანი გადასვლა ხაც უსვამ. ან გლობალურად ვაგვარებთ პრობლემას, რომელიც ვერაფრით ვერ მოგვარდება თუ კონსტიტუციური წყობის დამხობაზე რეაგირება არ მოახდინა, მით უმეტეს მე როცა პარლამენტში ვიყავი ხმამაქს მიცემული, რომ 92 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო გზით, ამიტომ ამას სჭირდება
არა უბრალოდ სიმბოლური ხორცშესხმა, არამედ პოლიტიკურ სამართლებრივი ხორცშესხმა, რაც de facto ხელისუფლებას დღეს აძლევს ძალიან ძლავრ პოლიტიკურ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, რადგან რა არის თავარი? აღდგება სიმბოლური აღდგენა პარლამენტი შესრულების თვალსაზრისით სხვადასხვა სცენებია, დაინიშნება არჩევნები, მთავრობა დღევანდელი გააგრძელებს ჩვეულებრივ დროებითი მთავრობის ვადაში მუშაობას, შეთანხმებული არაგაყალბებადი საარჩევნო სისტემით მოხდება არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, როცა იქნება, ხო სწორია? და ქართული ხალხის გადაწყვეტილება როგორც იქნება, ჩვენ ყველანი დავემორჩილებთ. ამის შემდეგ ახლად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია ექნება, რადგან ჩაირეცხა ის დანაშაული, რომელიც მოხდა, ხაროებიდან ჩამოღებული იქნება ყველა საქმე, ტვერდადებული საქმე, სასამართლო გზით დასჯადი ვინც არის, დაისჯება. თუ არ არის სამართლებრივად დასჯადი, სრული ამინისტირება მოხდება ყველაფრის და ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. რატომ არ აკეთებს ამას ქართული ოცნება? იმიტომ არ აკეთებს, რომ პოლიტიკური პასუხისგებლობა არ არის საკმარისი. ჩვენ მე ახლა ინტეგრალურად მოვხაზე ყველაფერი, თუმცა დეტალებში შეიძლება იყოს რაღაცეები, სასაუბრო პრობლემა არ არის. მე გამოვდივარ სისტემური ხედვებიდან, მე გამოვდივარ იმ ფუნდამენტალური სისტემა არ უნდა კრიზისი არ უნდა დაძლიო, რომელიც გაძლევს განახლების საშუალებას და კრიზისი არის სერიოზული. ამ კრიზისის დაძლევა იქნება საქართველოში განახლებული პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების დასაწყისი. ჩვენ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს, შევთანხმდებით საერთო მომავალზე, შევთანხმდებით იმაზე, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა საჯარო სფეროში დღეს რაც არის, ადამიანის ღირსება შეურაცხყოფს. არ შეიძლება ერთხელ მცირე ხნით ცხოვრობდე ადამიანი ამ ქვეყანაზე, მცირე გვია, გინდა 80 და გინდა 90 და გინდა 100 წელი იცხოვრე. ეს არის წამი საერთო ცხოვრებაში და უყურო ამ მაზრძენ გულისამრე უკულტურობას, უხეშობას, ზიძღს, ბოღმის ნთხევას და თაობების შეწირვა ამას, ბატონ დემო. თაობების შეწირვა. ამიტომ აი, ჩემი თაობა ხო შეეწირა ამ უბედურებას. ნახეთ, მარიკა, ან ვერ შედგა თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვერ შედგებოდა სრულად. ან წავიდა და სხვა ქვეყნის ეკონომიკას აშენებს. ნახეთ, ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის კოლოსალური პასუხისგებლობის ამოცანა. აიღო ასეთ რამეზე ინიციატივა, არის კოლოსალური. ყველა ჩვენთაგანს აქვს ღრმად გაცნობიერებული ეს, მაგრამ თუ არა უფროსი თაობა და უფროსი თაობა უნდა აკეთებდეს ყოველთვის ასეთ რამეებს, იმიტომ რომ მომზადდეს ნიადაგი, რომ საშუალო და ახალმა თაობამ, რომელიც ნელ-ნელა ჩაიბარებს ამ ქვეყანას, უკვე ნორმალურ გაწყვეტინებთ, მაგრამ უფროსმა გააგრძელოს საქმიანობა. მაპატიეთ გაწყვეტინებთ, მაგრამ აი ესე სიმბოლურად მინდა ეს ვახსენო, როგორც სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, უფროსმა თაობამ ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალა. პასუხი არის ძალიან მარტივი, რომელიც ჩვენს პოდკასტშიც მე არაერთხელ გავახმიანე და გავიმეორებ კიდე 80-იან 90-იან წლებში უფროსმა თაობამ, ინფანტილიზებულმა უფროსმა თაობამ, ანუ ტოტალიტარულ რეჟიმში გამოსდილმა, გაბავშვებულმა დიდი ასაკის ადამიანებმა უღალატეს საკუთარ ქვეყანას, რადგან ვერ გაიცნობიერეს რა პასუხისგებლობა ჰქონდა, რომ გარდამავალი ეტაპი განხორციელებული იყო და ამ თაობამ ჩაიდინა ყველაფერი ის,
და საუბედუროდ 92 წელს გამოიყენეს ახალგაზრდებიც, როცა დაამხობინეს საკუთარი სახელმწიფო. ხაზს უსვამ ეს არ იყო პიროვნების წინაშე. ჩვენი ტრაგედიას უდიდესი რამ არის ის, რომ 92 წლის მოვლენები ქვეყნის დამხობა, სახელმწიფოს დამხობა პიროვნულ დონით იქნა შენიღბული და ამ დროს ეს იყო გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გლობალური პოლიტიკის განხორციელება, რომელსაც ყავდა დამკვეთი, ყავდა შემსრულებელი და ყავდა დამფინანსებელი. ჩვენ არ ვეცადეთ ჩვენი ზერელობის გამო ამის გარკვევა და ხაზს უსვამ აბსოლუტურად წლების ნაფიქს გეუბნებით ჩვენ გლობალურად გადავწყვიტავთ ამას და გამოვალთ კრიზისიდან, ანდა ჩვენ შევალთ იმ კრიზისში საბოლოო ჯამში, როცა 7-8 წლის მერე ქართველების ისტორია ამ ქვეყანაში დასრულებული იქნება. 2025 წელს დაიმახსოვრეთ 253,000 ქართველი ხო გავიდა 2024 წელს. არანაკლები გავა ამ წელსაც. ეხლა დავთვალოთ რამდენი ვართ? მოსახლეობის საბოლოო ადამიანების რაოდენობა საქართველოში არ იცვლება. იცვლება ეთნიკური ბალანსი. და თუ კი ვინმეს გონია ის პაპადედა ზღაპრულ ნარატივებს, რაღაც წარმოდგენებს, ილუზიებს აყოლილ ხალხს, რომ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და ჩვენ აქ სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, ამას ჩვენ ყველაფერს დაუპირისპირდებით, რაც ქვეყნის მომავალს და საქართველოს ტრაგედიას ააცილებს. ჩვენ კარგად ვიცით რა, ბევრს ვისაუბრებთ ამაზე, ხაზს უსვამ. თავარი კითხვა შენ დასვი. პასუხისგებლობა რომ იყოს ჩვენ ხმასაც არ ამოვიღებდით, გამორიცხული აზრი არ ექნებოდა. ვა, მე რა, თუ შენ გინდა რაიმე არ მოგწონს, გააკეთე პარტია და შედი და მიიღე ხოსორია. ანუ არა, ასე არ გამოვა, ჩვენ არც პარტია ვართ, არც პარტიული მიზნები გვაქვს. ჩვენ არც ერთ პარტიას არასდროს არ ვახსენებთ გაერთიანებას, მე გეუბნები, ცალკეულ ადამიანებს შეიძლება ვიღაცას კონდეს ვიღაცის მიმართ კონფლიქტი, ეს არ არის გაერთიანების სახელი დარიგ. ჩვენ არასდროს არ ვახსენებთ იმ ფუნდამენტალურ ინსტიტუტებს, რომელიც ქვეყნის ფუძეებს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ჩვენი საქმე საერთო საქმეა, საქართველოს მომავლის საქმეა, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიპირისპირებს. გამორიცხულია ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩვენ შეგვიყვანონ დისკუსიაში, გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს საქმე არის იმდენად დიდი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ საქმის გვერდით არაფერს არ დავაყენებთ. ამიტომ ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანი შემწე და პოლიტიკური პასუხისგებლობა, კიდე გეუბნები, წესიერება, უწესო ხალხის ნაკეთები პოლიტიკა არის ის. პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. აი მერწმუნეთ. ბინძური ხალხის ნაკეთები პოლიტიკა არის ბინძური. წესიერი კაცის ნაკეთები პოლიტიკა ვერასდროს იქნება, იმიტომ რომ წესიერება, ანუ წესიერება პოლიტიკაში შესაძლებელია, ეს წესიერება პოლიტიკაში არის შესაძლებელია. განვითარების საფუძველი, რადგან თუ სახელმწიფოში პოლიტიკა არ არის წესიერი და არ არის გლობალურად მიმართული ქვეყნისა და ხალხის განვითარებისთვის, იქ ვერანაირ წესიერებაზე, ვერანაირ შედეგზე ვერ ვისაუბრეთ. ყველას მორჩილად გთხოვთ გაიაზროთ. 32 წელი გავიდა ქვეყნის დაქცევიდან და შედეგი არ არის. შედეგი როგორ არ არის? კატასტროფული შედეგია. 200,000-ზე 253,000 კაცია გაქცეული ქვეყნიდან. ნახეთ 2023 წელი, ნახეთ 2022 წელი, გათვალეთ უკანასკნელი მონაცემები, გაეროს მონაცემებს გეუბნებით, გაეროს მონაცემებით ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველებისა იყო 1992 წელს ტრაგედიის წინ 4,900,000
50,000-მდე. ზუსტად ამ აქვს ჩემს წიგნში. ეს არის მაქსიმალური, არამედ არის 5,5 ჩვენ არ ვიყავით. დღეს კატასტროფა. ბოლო მონაცემი ოფიციალურად არის 24 წლის 1 იანვრის მონაცემი. 3,610,000. ეხლა ამის შემდეგ გამოაკელით თქვენ ქართველების რაოდენობა 2 წლის მიგრაცია. მიათვალეთ ის, რომ 1,210,000 ჩვენი მოქალაქეებია. კიდე გეუბნები, ვინც საქართველოში ცხოვრობს არაეთნიკურად ქართველი და არის საქართველოს მოქალაქე, ამ ქვეყნის მოქალაქეა, ჩვენ მათთან განსხვავებას არ ვაკეთებთ. ისევე როგორც ჩვენ გაერთიანებაში არ ვაკეთებთ განსხვავებას ოსებსა და აფხაზებს შორის. მე შემიძლია გითხრათ დიდი სიხარულით, არა მარტო ცხინვალიდან გვეხმიანებინა, არამედ აფხაზეთიდან გვეხმიანებიან. ისინი ჩვენი ძმები არიან, ამ ქვეყნის შვილები არიან, ამ ქვეყანაში აქვს მათ საუკეთესო მომავალი და ჩვენ უნდა მივიდეთ აქამდე. იმიტომ რომ მათთვის სასიცოცხლო დაუცილებელია. მათთვის რომ და წაიშლებიან და ჩვენთვის, დაიკარგებიან. ორივესთვის ერთმანეთი ვარ, ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქართველთა დიდ გაერთიანებაზე, ჩვენ უბრალოდ სატიტულო ენას ვამბობთ, თორე მერწმუნეთ მე არ შემხვედრია საღი ნორმალური ქართველი, რომელიც თავისიანად არ აღიქვამდეს იმ ხალხს, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ. სახელმწიფო სხვანაირად იგება. ერი არ არის მონოეთნიკური წარმონაქმნი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხალხი ქართველი ერის შემადგენელი ნაწილია, აბსოლუტურად თვითმყოფადი კულტურით, უზარმაზარი პლასტით საერთო ქართულ კულტურაში და მათი ადგილი აქ არის და ისინი აქ ღირსებაზე უფრო ღირსეულად იქნებიან. ამიტომ გეუბნებით, გასანგრევია ეს ყველაფერი თუ მომავლი გინდა. ჩვენ რომ არ მე სანამ გავბედავდი 2 წლის უკან პირველი მიმართა რომ გავაკეთე გახსოვთ რა უნდა იყოს საერთო ამაზე გასაგებია ჩემს გარდა სხვა ადამიანებიც ფიქრობდნენ ასე ხო სწორი იმიტომ შევიკარით ჩვენ ერთად და ადრე არ მქონდა ურთიერთობა მაგრამ ქართველს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის არ ჭირდება მეინახეობა და ძმაკაცობა ჩვენ საერთო იდეა გვაქვს საერთო სახელმწიფო გვაქვს ამიტომ აქ ჩვენ ერთი ვიქნებით ხო მე წლებია ფიქრობ, გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი, მეყოფა თუ არა ძალა, მაქვს თუ არა და ვარ თუ არა მზად, მე რომ არ მეგძნო ეს ყველაფერი, ამას არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ მე შესანიშნავად ვიცი რა პასუხისგებლობა აქვს თითოეულს ჩვენთაგანს და ჩვენ ამ პასუხისგებლობის მზად, ჩვენ კიდე გეუბნებით, ახლა დღეს ვსაუბრობდით და ვთქვით, ერთმა ძალიან კარგმა კაცმა თქვა, რომ მე ჩათვალეთ, რომ ჩემგან ვერასდროს ვერ მოხდება რა, გასაგებია, ჩვენგან ვერასდროს ვერ მოხდება ამ საქმის ღალატი, რატომ იცით? ეს სუფთა საქმეა, ღმერთის წინაშე მართალი უნდა იყოს. ჩვენ უფრო ადრე მოვკვდებით, ვიდრე ამ საქმეს ვუღალატებთ. გამიგეთ, ამიტომ ნდობა ჩვენ საქმეში უნდა გამოვაჩინოთ ერთმანეთთან. პოლიტიკური პასუხისგებლობა არის ფუნდამენტი, პოლიტიკური წესიერება არის ფუნდამენტი იმისთვის, რომ ქვეყანა გავიდეს შედეგზე. დანარჩენი საბედნიეროდ ქართველები გადარჩენილი ხალხია. კიდე გეუბნებით, ნებისმიერი მცდელობა ქართველთა დიდ გაერთიანებას ვინმე დაუპირისპირდეს. ეს არის მისი კატასტროფა. ჩვენ არასდროს არ შევალთ არანაირ დისკუსიაში, მით უმეტეს პოლიტიკურ პარტიებთან და მით უმეტეს კიდე ვიღაცა ესე იგი ტენდენციურ ჯგუფებთან, ჩვენი საქმე არის მხოლოდ ეს საქმე და როდესაც ამას გავიყვანთ იმ ორბიტაზე, როცა ქვეყანა განვითარების გზაში შევა და აუცილებლად შედგება, ჩვენ ამას მივაღწევთ საერთო კონსენსუსით და ეს კონსენსუსი რომ შედგეს საჭიროა ქართველთა ძლიერი ერთობა, რომ ამ ერთობას ვერავინ გადაუვიდეს. მე ვისაც უნდა პოლიტიკა კეთილი ინებოს და მივიდეს პოლიტიკაში, ჩემთვის შეთანხმებულ, დაალაგებულ ქვეყანაში, კონკურენტულ საფუძველზე, რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, აბსოლუტურად მისაღები იქნება, ვერ შეძლებს რაიმეს გაკეთებას ჩვენ ავდგებით და გადავირჩევთ იმ ძალებს და ასე შემდეგ. მაგრამ
პოლიტიკური სცენა, როგორც მე 10 წლის უკან თქვი პირველად ეს იდეა და არ მქონდა მხარდაჭერა გასაგებია, როგორც ესპანეთში სამოქალაქო ომის შემდეგ, ცნობილ ციხე-სიმაგრეში, ყველა ესპანური პოლიტიკური პარტია მიუჯდა გზას მრგვალ მაგიდას და ის სამოქალაქო ომის ტრაგედია გაიაზრეს ერთად, აღიარეს, რომ მოხდა დაუშვებელი, მაგრამ რეალობა მოითხოვს, ცხოვრება მოითხოვს მომავალ, ისინი შეთანხმდნენ მომავალ ესპანეთს. ისინი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ჩვენც ქართველი ხალხის ერთობის ძალით ასეთ მრგვალ მაგიდაზე დავაჯენთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს, რომლისთვისაც არის 5 რამ მთავარი. ქართული სახელმწიფო ხელუხლებელი, ქართული კულტურა აღმავალი გზით უნდა მიდიოდეს საკუთარი ფუძეებიდან ამ მომავალი ტრაექტორით, ქართული ენა როგორც. და ამ სამს არ იქნება აზრი თუ ქართველი ხალხი ამ ყველაფრის მატარებელი არ იქნა ღრმად ინტელექტუალური, მაღალ დონეზე აყვანილი, ჩვენი ფანტასტიკური ახალგაზრდობას არ მივეცით ჩვენ სოფლიოში საუკეთესო განათლება და იმისთვის რომ ეს ყველაფერი რეალიზებული იქნეს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთად განვითარების მიმართულებებს. აი ეს თანხმობა საჭირო, მეტი არაფერი, დანარჩენი უკვე კონსტიტუცია და კანონი დამყარებს იმ ნორმებს, რომლის ფარგლებში, მაგრამ საერთო მომავალზე შეთანხმების გარეშე არ იქნება წესიერება, არ იქნება პატიოსანი ხალხი პოლიტიკაში და ყოველთვის იქნება ეს ვირეშმაკული ბელადომანია, რომელიც ანადგურებს ქვეყანას. ხაზს უსვამ, კარგად დათვალეთ, რამდენი ქართველი იყო. თუ გნებავთ 1992 წელს 4.920.000 თუ 50.000 რა, ქართველები კი არ ვიყავით ყველანი. ეს ქართული ერის შემადგენელი. დათვალეთ მის მერე რამდენი სად წავიდა 100,000-ობით ადამიანი, დათვალეთ რა ბოლო 4 წელწადში რა მიგრაცია და წარმოიდგინეთ რამდენი ქართველია დარჩენილი და ჩვენ მივედით რომ ყველაფერი ამის შედეგი არის სხვათა შორის მიგრაცია ბატონ დემურა არაქართულ რაიონებიდანაც ძალიან დიდია, აზერბაიჯანული და სომხური სოფლები ძალიან დიდია. რატომ? ისინი არაინტეგრირებული არიან ქართულ სახელმწიფოში. ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეებისთვის პრეზიდენტი არის აზერბაიჯანში, რომელსაც ილხამ ალიევი ჰქვია. ჩვენი სომეხი თანამემამულეებისთვის, რომლებიც არაინტეგრირებული არიან ქართულ სახელმწიფოში, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება არის სომხეთში. ჩვენ გავრიყეთ ისინი ქართული სახელმწიფოსგან, აფხაზეთში უბედურება დაგმართეს, სისუსტე რო არ დაეჭირათ, ვერ დაგმართებდნენ და დაგმართეს. ცხინვალის რეგიონში, სადაც სრული იდილია ჰქონდა ჩვენ ურთიერთობის თვალსაზრისით და სადაც ფაქტობრივად შერწყმული ვიყავით ერთმანეთთან, ჩვენ უბედურება დაგმართეს, ჩვენ ეს ვერ გავიაზრეთ, მაგრამ უნდა გავიაზროთ. ამ გააზრებას სჭირდება ის კითხვისზე პასუხი, რაც ჩვენ დასვი. წესიერება, პიროვნული, პასუხისგებლობა პოლიტიკური და პროფესიული პოლიტიკა. მე და ჩემნაირი ადამიანი, რომელსაც სიმღერა არ შეუძლება, ამით ჩვენ არა ვართ ცუდი ადამიანები, კაცო, არ შემიძლია, მაგრამ ფანტასტიკური მე რო ეხლა სცენაზე გამოვიდე და ვიმღერო, ძალიან მიყვარს ამის თქმა. მე ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი. ჩემი გამოჩენა სცენაზე, სადაც საჯაროდ მღერიან არ შეიძლება, იმიტომ რომ მე არ მომცა გამჩენმა ამის ნიჭი, მაგრამ მომცა მეორე ნიჭი, შემიძლია არანორმალური მსმენელი ვიყო, ფანტასტიკური მსმენელი. მე რომ ვიმღერო, მე როგორ შეიძლება დამარქვათ კაი ადამიანი. მე უნდა დამარქვათ ერთ-ერთი როგორი ისევე ვარქმევ მე ამ ხალხს პოლიტიკაში რომ მოვიდნენ და პოლიტიკის არაფერი გაეკებათ. ამიტომ
შენ დასვი ფუნდამენტალური კითხვა, გვინდა წესიერება? გვინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გვინდა პოლიტიკური პროფესიონალიზმი? თუ გვინდა გვექნება. თუ არ გვინდა გვეყოლება ახალი ბელადები. მაგრამ დიდხანს ვერ გეყოლება. მივახლოვდით ახლა მეორე საკითხს. დიდხანს ვერ გვეყოლება. როგორც კი ქართველი დაკარგავს თავის ქვეყანაზე კონტროლს, ქართული ისტორია დამთავრდება ამ ქვეყანაში. ხას უსვამ. იმდენად კარგად ვიცი, რაც საუბრობ, მეტი რომ არ შეიძლება. ამ საშინელების გვერდით დაყენება რაიმე საკითხისა არის არა მარტო მკრეხელობა, არამედ გონების სიმწირე, არის სრული გაუნათლებლობა და რაღაც სიყალბეზე, წყალბ ნარატივებზე აყოლილი ხალხის პოზიცია. ამ ფუნდამენტალური ამოცანის გვერდით არაფერი არ დგას. ბატონებურ მეორე მხარე, ამ საკითხის მეორე მხარეს მიუახლოვდით ახლა და შევეხეთ და ამაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. მე მინდა მაგალითისთვის მოვიყვანო რუსი პოლიტიკოსია, უბრალოდ იაპონური წარმოშობის რუსი პოლიტიკოსია ირინა ხაკამადა. ერთ-ერთი უბედური ვინმეა, გითხრათ, ნეოლიბერალი, ფანტასტიკური. ნეოლიბერალი, კი, არის. საშინელი ვიღაცა. ლიდერი იყო, მაგრამ ხო, არის ლიბერალია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ქალია და დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის. ის კითხულობს ლექციებს, რაღაც ატარებს ტრენინგებს და ასე შემდეგ, წავიდა პოლიტიკიდან. და ერთ-ერთ ინტერვიუში კითხეს, რომ როგორო აიო ცვლილებებიო, როგორ უნდა მოხდესო რუსეთში, ხა რუსებს სხვა პრობლემები აქვს კიდე იმის გარდა, რაც ჩვენ გვაქვს, იმათაც აქვს თავის პრობლემები და პასუხად გასცა, რომ 3%-მა მომცა მეხმაო და ცვლილებებს მისცა 3%-მა ხმაო. ბოლო არჩევნებზე, როდესაც იაბლოკომ წააგო ეს არჩევნები, იყო ესეთი სურათი. ანუ, ახლა რისი თქმა მინდა, მე ამითი რატო ვამბობ. არა წესიერ პოლიტიკოს და აფერისტ პოლიტიკოს ყავს თავისი რა დავარქვათ, მომხმარებელი, ხო, ალბათ, თუ რა ვიცი, რა დავარქვათ. და როგორ უნდა გავზარდოთ ამ ვითარებაში, როგორ უნდა გავზარდოთ საზოგადოება და ის, ვინც უნდა შეაფასოს პოლიტიკოსის წესიერება და პატიოსნება და ის, ვინც არ უნდა მისცეს უწესო პოლიტიკოს იმის საშუალება, რომ მას კონდეს ტრიბუნა, მას კონდეს ეთერი და ასე შემდეგ. ანუ ერთი მხარე არის პოლიტიკოსები, მეორე მხარე არის საზოგადოება, რომლისგანაც მხარდაჭერა აქვს ამ პოლიტიკოსებს, ხო? აი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, ბატონებო. ძალიან კარგი კითხვაა, ოღონდ ილუზიები ამის თაობაზე საქართველოში და ასე შემდეგ. თავარი რა არის? ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ შენ პრაგმატული, რეალური პოლიტიკოსი ხარ, შენ ზუსტად უნდა იცოდე, რომ არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიოში, თუ არ ჩავთვლით იმ ძალმომრეობის ტოტალიტარულ რეჟიმებს, რომლებიც ძალის ქვეშ ერთ ხმაზე ამღერებდნენ ყველას, რომ შენი პოზიცია რაგინ სუფთაც არ უნდა იყო ქვეყნის წინაშე, რომ მოწონებული იქნეს. ბიბლიაში არის გენიალური პასაჟები და ერთ-ერთი ყველაზე გენიალური პასაჟი არის ცნობილი სცენა, როდესაც ხალხის წინაშე იესოს და ბარაბას ყაჩაღს აყენებენ. ეს იმდენად ღრმა, იმდენად ფუნდამენტალური წარმოდგენა ხალხი ირჩევს, ხალხისთვის მიუღებელი იყო ეს. მაცხოვარი ადამიანი მოვლენილი. მათთვის ის ბარაბა უფრო ახლობელი იყო. იესო მიცოდა რაც ელოდა, მაგრამ ის მიდიოდა ამაზე. მიდიოდა და თქვენ იცით იქ ფანტასტიკური განცდებია, ხო? ეხლა ცხოვრებაში გადმოვიტანოთ ჩვენ გენიალურმა არა მიწიერმა წიგნმა, იმიტომ რომ ეს უფლის ნაკარნახევია, ხო? მოგცა მაგალითი.
აქედან გამომდინარე, შენ როდესაც შედიხარ ამ სფეროში, საჯარო სფეროში და გინდა საუკეთესო რამ უნდა აკეთო, შენ კარგად უნდა იცოდე, რომ შენ ყველაფერს გაგიკეთებენ, შენ ტალახს გეცვლიან, შენზე ღვაწლი იქნება, შენ ეცდებიან, რომ გაგანადგურონ, იმიტომ რომ ასეთია ბუნება ადამიანთა გარკვეული ნაწილისა. შენ თუ ამის გეშინია, რა გინდა კაცო, საჯარო სფეროში წადი და იყავი, შენთვის არ გამოჩნდა, რა ჯანდაბად გინდა ეს Facebook-ი ან რამე, იმიტომ გინდა რომ ამან უზარმაზარი საშუალება გააკეთა განსხვავებით იმ ტოტალიტარული რეჟიმისგან, როცა შენ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის შენ მაგინებელს ესაუბრები, იქ ზოგი ფულისთვის აკეთებს ამას, ზოგი ღვაწლია, ზოგი მიგზავნილია. არაფრით არ შეიძლება მათზე რეაგირება. შენ როცა მოდიხარ ამ წმინდა საქმეში, შენ უნდა იცოდე, კაცო, გეუბნებიან, მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე. მაცხოვარი არ მიიღო ხალხმა და შენ მიწიერ ადამიანს, რომელსაც რაღაც კაი გინდა გაკეთება, რასელი ახლა დიდებასელი თუ დიდებას კი არა, თავი უნდა დადო იმ საქმისთვის, რაზეც შემოდი ამ საქმეში. აი ეს არის მთავარი. როგორ შეიძლება რომ აქ მუშტრა არ შეიძლება, აქ არ შეიძლება ნოტაციები უკითხო ხალხს. აი ნახეთ რა კაი ვარ და რა კაის ვამბობ. არა. შენ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის გარემო იმდენად კარგად შესწავლილი, რომ იცოდე ამ საზოგადოებაში არის ჯანსაღი ხალხი, რომელიც შენ შეხედულებებში გეთანხმებიან. შენ საუბრობ ამ ხალხისთვის, მაგრამ იღებ დარტყმას იმ ხალხისგანაც, რომელსაც ყველაფერი ზულს გარდა საკუთარი დაღუპული ცხოვრებისა. იმიტომ არიან ისეთ, იმიტომ არიან უზრდელები, უხეშები, გაუნათლებლები, გაბოროტებულები ცხოვრებისეულმა იმპოტენციამ. და თავარი რაც არის, გაუნათლებლობა მიიყვან აქამდე, იდეოლოგიურმა წნეხმა მიიყვან აქამდე. ვინ გეხვეწება, კაცო, რა შემოდიხარ? ამიტომ შესანიშნავად ვიცი, რასაც ვიღებ ამისთვის, ღმერთის წინაშე მართალი ვარ, ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებისთვის და აი ნახავთ თქვენ რამდენ ასეულობით ადამიანს და უფრო მეტს ჩაუბერავთ, ათასობით ქართველს ჩაუბერავთ სულს და ძალას მივცემთ, იმიტომ რომ მათ გარეშე ქვეყნის მომავალი არ არსებობს. აი ამ ძალის მერე ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრიც დაალაგდება, ურთიერთობების, რატო იცით? ის რაც გონიერ მოწოდებას, გონიერ საერთო ცხოვრებას, მათ შორის შენთვის, ღვაწლიცავსი ადამიანისთვის, საუკეთესოს არ მიგაღებინებს, ის რაც არ კეთება კეთილინებით, გაკეთდება ძალით. ხას უსვამ. მაგრამ ეს იქნება უკიდურესი მდგომარეობა, როცა სახელმწიფოს მომავალი, ხალხის მომავალი, წესრიგის დამყარების მომავალი, ძალა იმას კი არ გულისხმობ, ხა კეტები დაერივ ერთმანეთს, არა. ეს ზემოქმედება იქნება ისეთი საერთო თანხმობის ფონზე, როცა ამ დაღუპულ ადამიანებს არ დაუტოვებს არეს სივრცეს ასეთი მოქმედებისთვის. ამიტომ ხას უსვამ, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებისთვის, იმ შესანიშნავი ქართველებისთვის, რომელიც 32 წელი დაამცირეს, შეურაცხეს, ქვეყნის გარეთ გაიყვანეს, იმიტომ რომ სხვანაირად მათ ოჯახებს მომავალი არ ჰქონდათ. დიდი დასავლეთის და აღმოსავლეთის ან რუსეთში გასვლის 1% შეიძლება იყოს თავისი ნებით კარგად რო იყო და წავიდა. დანარჩენი ყველა იზოლებით არის. ამიტომ აი ეს არის პასუხი შენს კითხვაზე. ეს ქვეყანა გადარჩენილია, რადგან ჩვენ ათასობით ადამიანი გვეხმიანება და უნდა ამ საქმის, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ჩვენი საქმეა.
მე ამასთვის მზათა ვარ დავდო თავი, ასევე სხვაებიც მზად არიან ამისთვის დადო თავი. ამას ყავს ის ხალხი, რომელიც გაყვება საერთო საქმეს და ამას ეყოლება ის გადაგვარებული, ის უზრდელი და საცოლოდავებული საჯარო სივრცეში ანონიმებად ქცეული თუ არა ანონიმები, რომლებიც ვერ ერევიან საკუთარ ბოღმას, მაგრამ კიდე გეუბნებით, საქმე ღირს იმათ, რომ ეს ყველაფერი დაძლეული იქნათ. იავარდით მოფენილი ეს საქმიანობა არ არის. დიახ, აი ვიზე შეიძლება იყოს ქვეყანა. თუ ეს ხალხი არ არის, მაშინ აცეს ქვეყანა დარჩება საქართველოს. საქართველოს შეიძლება დაერქვა. მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი საერთოდ. მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს და ხას 7-8 წლის მერე ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან. მე და მარიკა უბლაშვილმა დღეში 20 საათიანი პოდკასტები რო ვაწყოთ. კაიგულიანი გადარჩენილი ქართველები, რომლებსაც ან ჩახოცავენ, ან გააყრიან, ან რამდენიც არ უნდა ვიკლიბოთ, ყველაფერი დასრულებული იქნება. ეს რომ არ იყოს, მე არაფერი არ მჭირდება, მე არ მჭირდება არჩევნებში მონაწილეობა, მე არ მჭირდება ხმები, მაგრამ მე წავალ ყველაფერზე, რომ ეს კატასტროფა არ მოხდეს. მე ამას ვაკეთებ არა იმისთვის, მე ვიყავ იქ და წამოვედი. იქ რომ რაიმე შეიძლებოდა გაკეთება, ის ფანტასტიკური ადგილია. პარლამენტი არის უდიდესი ტრიბუნა. იქ თუ საქმიანი პასუხისმგებლობის ხალხი არის, იქნება, ეს არის შესანიშნავი ტრიბუნა, ეს არის საკანონმდებლო ქვეყნის ორგანო, რომ მე ვიყავ იქ და უიმედობის გამო წამოვედი, იმიტომ რომ 10 კაცი ვერ ნახე თქო, გეუბნებით, ჩემს ცხოვრებაში ამაზე საშინელ ადგილზე არ ყოფილვარ, ფანტასტიკურ ადგილებზე ვიყავი, რაღაც საოცარ მეცნიერებაში, საოცარ დაწესებულ. ეხლა გარედან ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ სხვა და ვაკეთებ არა პარტიაში მინდა, რა მინდა პარტიაში კიდე გეუბნებით, რამე საქმეა პარტიაში. მე ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა ქართველთა აი სარფიან თანამდებობას ხო ელოდებით ბატონო. მე გავაფუჭე ყველათალა უვარგისი ვიყავი მაგაში, მასეც მეძახდნენ, შენ ყველაფერი გააფუჭო. რა ვქნა ეხლა როგორც დაიბადები ისია, რა გავაკეთო ეხლა ფული მეკეთებინა ჩემი ქვეყნის დაქცევაზე, მაშინ ბაბუა ჩემი და მამა ჩემი საფლავში გადატრიალდებოდნენ და მაგას ვერ ვაკადრებ. იმიტომ კი არა ვაიმე, არა, ეს ან გაკ, ან არა გაკ. ან არა გაკ. თუ შენ ბატონ დებურ, თქვენ წერა ნახსენეთ. და ცოტა მინდა რომ ბოლო წუთები მაგას დავთმოთ, სანამ გავაგრძელებთ კიდე მაყურებელს ვეტყვი, რომ საოცარი მას ვკითხულობ, ეხა ჩატს ვადევნებ მე თვალყურს და ზოგი წერს რომ ჩემთან ჭედავს, ზოგი წერს რომ არ ჭედავს, ზოგი წერს რომ ჩემთან კარგად ისმის, ზოგი წერს რომ ჩემთან არ ისმის. ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენგან წასული ხარვეზი რო იყოს, ყველასთან ხარვეზი უნდა იყოს, ანუ ზოგთან არის, ზოგთან არ არის, ესი არ უნდა იყოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ჩარევის გარეშე, ჩარევის გარეშე არ ხდება ეს ამბავი და იმისთვის, რომ ვინც ვერ შეძლო ესმინა ჩვენთვის დღეს, მე მათთვის მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად დამატებით დავდებ ჩანაწერს, როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზეც ავტვირთავ უკვე გადაცემის ჩანაწერს დასრულების შემდეგ, სადაც მაყურებელი შეძლებს ხარვეზის გარეშე უყუროს თავიდან ბოლომდე გადაცემას. მარიკა, მე მინდა ჩემი გამოცდილება გაუზიარო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც არ ისმის. მთელი ჩემი სკოლის მე-7 კლასიდან დაწყებული და სტუდენტობა რადიოზე ყურმიდებული მაქვს ის მოსმენილი, ის გოლოსები, ის რაღაცები, დიახ და ესე იგი კიდე სხვა რაღაცები, ყველაფერს ვუსმენდი და ყველაფერი მოდიოდა შეფერხებით, მაგრამ ყველაფერი იყო გასაგები. ლამის ყური დამიზიანა, მაგ ესე იგი ყურმიდებულმა ყოფამ მალე მოვალ
მე მახსოვს, მაშინ მე პატარა ვიყავი და დედა ჩემიც ესე ამიტომ უსმენდა კიდე ხოლმე დიდი გეუბნებით, რადიო ჰქონდა და იმითი. ყველა ტექნიკურ პრობლემას მოვერევით, მალე გავძლიერდებით ჩვენი პოდკასტიც. ალბათ ჩვენ ვეცდებით აპრილის თვეში ერთი ადამიანი ჩავრთოთ კიდე, ვისაც გადავწყვიტავთ, რომ ჩვენთან ერთად იყოს. მე მაქვს მოლაპარაკებები და ალბათ საზღვარგარეთიდანაც ჩავრთავთ, ესე იგი სასურველ ძალიან ცნობილ სპეციალისტებსაც, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა პირნათლად უნდა მოვიხადოთ ჩვენ, გვინდა სიტუაცია შეიცვალოს ქვეყანაში. ამას ვერანაირი აი ეგ მინდოდა მეკითხა ბატონ დემურ, თქვენ წეგან ესპანეთი ახსენეთ, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა რომ ვისაუბროთ ამაზე. ანალოგი აი ამ ასეთი ძიმე ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის თუ არის ისტორიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყანაში თქვათ იგი ისეთივე მძიმე ვითარება იყო ქვეყანაში როგორც ჩვენთან არის. რატომ მინდა იცით ამაზე ვისაუბრო? იმედი ძალიან ბევრს ნიშნავს და ადამიანს უნდა კონდეს იმედი იმისი რომ ვითარების შეცვლა და შემოტრიალება არის შესაძლებელი ისეთ მძიმე ვითარებაშიც კი როგორც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. აი ამაზე მინდა რომ ცოტა ხანი ვისაუბროთ. დიახ, ესე იგი კარგი კითხვაა ძალიან, იმიტომ რომ მე სანამ ამ ყველაფერზე ვთქვათ ასე გავაქტიურებოდი, მაინც კითხვა დაუსვი ჩემთანს, რა მოხდა სხვა ქვეყანაში, როგორ გამოვიდნენ ისინი და ამის შესწავლა დავიწყე, რაც კი შეიძლებოდა, რომ ხელი მიმიწვდებოდა ლიტერატურაზე. ორი სცენარია. ან ელიტაში მე ვგულისხმობ სოციოლოგიური გაგებით იმ ხალხში, ვინც აქტიურია და მონაწილეობს ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ან ზევით იყო ისეთი მომწიფებული პასუხისგებლობის წმინდა პატრიოტული კაი გაგებით, ხო იცით, არ მიყვარს ეს სიტყვა, იმიტომ რა არის პატრიოტი? პატრიოტი არის გიყვარდეს ის, სადაც დაიბადე ქვეყანა და სამყარო შეიბეცნე, გიყვარს ის გარემო, ის ხალხი, ის კულტურა, ხო ეს არის, ხო პატრიოტიზმი უბრალო რამეა, მარტივი რამეა, ხო? კარგი რამეა, ბუნებრივი რამეა. ეს ან ზევიდან გაკეთდა, ან და შექმნილ სიტუაციაში ჩამოყალიბდა კონტრელიტა. ანუ ამ სისტემის გარეთ მდგომი აქტიური ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა სისტემას და დაამარცხა. სხვა სცენარები ფაქტურად არ არის. აი ზევიდან განხორციელებული კოლოსალური რევოლუციის შედეგი არის იაპონური მაგალითი. იაპონური მეიძის ეპოქა, ანუ განათლებული მმართველობა. იმპერატორ ახალგაზრდა კაცის მაცუჰიტოს მმართველობის ეპოქა. როდესაც იაპონიას მიადგა პირველი ორთქლის გემი, იაპონია იყო შოკირებული. არადა ეს განათლებული ქვეყანა იყო, ეს არ იყო გაუნათლებელი, მაგრამ ეს იყო ავტარკიული, ჩაკეტილი, იზოლირებული ქვეყანა. გამოდის, რომ ისინი ცხოვრობდნენ სამყაროში, რომლისთვისაც სრულიად გაუგებარი იყო ეს რა უბედურება მოადგა, ანუ ისინი შეიძლება იოლად იყოს დაპყრობილი. და მაშინ ამ ახალგაზრდა კაცს გაუჩნდა იმის ამბიცია, რომ მისი ქვეყანა შეეცვალა და ნახეთ რანაირი ამოცანა დაისვა უიშვიათეს იაპონელი ხალხის ინტელექტუალური დონე ამაღლებული იყო. ბუნებრივია ამ ესე გაცნობიერებულად დაისვა ეს ამოცანა. ეს იყო ზედა, ეს იყო ამბიციური ახალგაზრდა, ძალიან მაგარი ვინმე, მაცუჰიტო, მაგრამ ამანაირ ცვლილებებს უზარმაზარი დაპირისპირება მოყვა ქვეყანაში, რომელიც ტრადიციონალიზმის ისეთი ვიწრო გაგებით მიმდევრები ყავდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციონალისტები იყვნენ ნამდვილად მაგარი კაცები, როგორიც იყვნენ სამურაები. ეს ხო უბრალო ხალხი არ იყო, ხო? ფანტასტიკური ვიღაცები. სამურაები ამ ცვლილებებს დაუპარისპირდნენ. და მაშინ იყო ის, როდესაც სამურაები იქნენ განადგურებული, იმიტომ რომ იაპონიის მომავალი
მოითხოვდა ძველი გაყინული ტრადიციის დაძლევას და იაპონიის ნახეთ შემდეგი ეპოქა რა იყო ჩემი სტუდენტობის დროს იაპონიას ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიედრებოდა ტექნოლოგიებში განვითარების და ასე რა კი ეს ასე იყო დასავლეთი ანგლოსაქსები რის ანგლოსაქსებია შეუგდეს ეს გლობალისტური საბუღალტრო აგრეთ სხვა ფინანსური ის ბანკების მართვის სისტემა ძალით მოახვიეს თავი ძალით გააჩერეს მოკლედ მთელი ისტორია და იაპონია მართალია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, მაგრამ ის ყველაზე განვითარებული იყო, ყველაზე სწრაფად მიდიოდა იქ მეცნიერება, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ და გააჩერეს. იგივე მდგომარეობაშია დღეს საქართველო. ჩვენ ხედავთ, რომ ზევიდან ეს არ მოხდება. ზევიდან ეს რომ მომხდარიყო 32 წელი არის კოლოსალური დრო. 32 წლის წინ არ იყო ქვეყნის წინაშე ასეთი პრობლემები, როგორიც გაჩნდა 2025 წელს. კოორდინატთა სისტემა შეიცვალა. რა კი ჩვენ დავინახეთ, რომ ზევიდან ეს არ ხერხდება და არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ეს ზევიდან გაკეთდეს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ხალხის მეშვეობით. ჩვენი ხალხი იმდენად ზნეკეთილია და იმდენად ძლიერია სულით, მე უამრავ ადამიანი მეხმიანება და დავდივარ და ვხვდები და ისინი თავს დადებენ ამ საქმისთვის თუ საჭირო გახდა მაგრამ არ თავის დადება არ დაჭირდება თუმცა ჩვენ ყველანი მზათა ვართ ამისთვის ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ყოფა და იგი ცივილიზებული კიდე გეუბნებით დალაგებულ სახელმწიფოს მე ვხედავ იმაში რომ აქ ყველა მსოფლმხედველობრივი შეხედულების ქართველისთვის იქნება იდეალური გარემო მაგრამ ჩვენ ყველანი შეთანხმებული ვიქნებით იმ 5 რამეში, რაც მე ჩამოვთვალე. სახელმწიფო კულტურა, ენა, ხალხი და განვითარების მიმართულება. ეს არის ამოცანა, ეს არის ზეამოცანა. ამიტომ ვამბობ ჩვენ ამის თქმა არის კოლოსალური პასუხისგებლობა. მეწმუნეთ, მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც უღრმეს პლასტრებში არ კონდეს ეს გააზრებული. მაგრამ ამის არ გაკეთება დღეს არის დანაშაული, იმიტომ რომ რესურსი ქვეყანაში შეზღუდულია. მე მეხმიანებიან ჩვენი ემიგრანტები. დაღუპვას ნიშნავს მაგის არ გაკეთება. დაღუპვას, ამას ჯობია ჩვენ დავიღუპოთ და ეს ქვეყანა გადარჩეს. ვიდრე ჩვენი უმოქმედობით ეს ქვეყანა დაიყოფა ხას უსვამ ღმერთმა უმოგვასწროს ამ დროს მაგრამ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ეს ქვეყანა დაიკარგება ქართველებისთვის ამ საქმეს თუ საჭიროა ჩემი თავშეწირვა და კიდე გეუბნები ყოველგვარი ბაქი-ბუქის გარეშე მე ამას ვაკეთებ თანამოაზრეებთან ერთად ხვალ და კიდე შემდეგ 10,000-ობით ქართველი შემოუერთდება ამ საქმეს ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამას ჩვენ დაგჭირდება ამისთვის დაძლევა, დაუძლეველი ძალა როგორია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას კატასტროფისკენ ეკაჩებიან, მაშინ ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, მაგრამ ხას უსვამთ. ამ ერთობის შემდეგ ქვეყანაში შეცვლილი იქნება თამაშის წესები. ჩვენ არ შეიძლება გვიყვარდეს ყველას ერთმანეთი ეს ყალბი ნარატივია. არ არსებობს ასეთი გარემო ყველას უყვარდეს ერთმანეთი. სიყალბეზე არ შეიძლება გო. ჩვენ ადამიანი როგორ აწყობილიც იმას ვიწრო წრე უყვარს ადამიანებისა. ხო სწორია, როგორ შეიძლება მოთხოვ ადამიანს რომ ჩვენ მთელი ქვეყანა გვიყვარს, მაგრამ ყველა ადამიანს ჩვენ პატივს ვცემთ, ვინც ჩვენი თანამოქალაქე. პატივისცემასა და სიყვარულს შორის უზარმაზარი სხვაობა. მე ვიცი ვიღაც ქართველი, რომელსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ ის ქართველია. ჩემს პატივისცემას იმსახურებს მანამ და მე ვიმსახურებ მის თვალში მანამ სანამ მე საჯარო სფეროში შემოსული კაცი ამ ქვეყნისთვის რაიმე ცუდს არ გავაკეთებ. მაშინ მე დაუნდობლად უნდა მომექცნენ. ამიტომ აპრიორი ჩემთვის მისაღებია ყველა ქართველი, მე პატივს ვცემ მათ, იმიტომ რომ ის ჩვენი მოქალაქეა. და მე არ ვცემ პატივს ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის წერია და თავისი გაუცნობიერებელი საქციელით მტრად ეკიდება ამ ქვეყანას. ეს არის განსხვავება. დანარჩენი
დანარჩენი ჩვენ არც ინტელექტი დაგვაკდება, არც ცოდნა დაგვაკდება, არც იმის ნახეთ რა არის ყველაზე უბადრუკი, ეს საცოდავი უბადრუკი ოპოზიცია. მონასავით შეჩერებია, იმიტომ რომ ფულს აძლევენ დასავლეთ და ვიღაც ექსპერტები, მაგნაირი ექსპერტებთან 1000-ჯერ ვარ ნასაუბრები და ძალიან მაღალ დონეზე მისაუბრე აქაც და ამერიკაში. ჩვენ ყველა დონეზე ვისაუბრეთ. ჩვენ ყველა დონეზე დავანახებთ ყველას, რომ ზუსტად ვიცით, როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს კატასტროფული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს მარიონეტული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ანგრევს ამ სახელმწიფოს მომავალს. ჩვენ გვჭირდება იმის შეგრძნება, რომ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო და ეს სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია მოქცეული. ესე იგი, ამის გამო შენ ფუნქცია შეგიძლია აიღო და შენ კი რაღაც სულელურ ნარატივებს და ეგრე კონსტიტუციაში 10 მაგის სისულელე გიწერია, რომ ნატოში შეხვალ და ევროკავშირში შეხვალ. ხო ნახეთ გუშინ იყო ხო მგალი ჟუტენ. არასდროს არ დავპირები ვართო. უკრაინას თუ ნატოში შესვლაზე. აბა ვერ გავიგე ახლა უკრაინას არ იღებენ და ქართველებს იღებენ? ამ უტვინოებს, რომლებსაც კონსტიტუციაში სისულელე ჩათხარეს? აბა ბუხარესტში ბუშმა რა იქაქანა მაშინ 2008-ში. როდესაც შენ გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი? მგზნებარე სიტყვით რო გამოვიდა და ნახეთ მე უფრო მეტ რამეს გეტყვით. ჩვენ ეხლა გვაქვს ქართული შვიდასწლოვანი ისტორიის ტრაექტორიის გარდატეხის მომენტი. ჩვენ აუცილებლად გადავტეხავთ ჩვენ შვიდასწლოვან ისტორიას და მას სხვა მიმართულებით წავიყვანთ, სადაც ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მომავალია. ჩვენი მუდმივი თამაში ნულოვანი ჯამით. ეს პოლიტიკური უტვინობის სტრატეგიული შეცდომების შედეგია და ჩვენ ამან 700 წლის განმავლობაში დაგვანგრია, გაგჟლიტა და ღმერთის წყალობით და კიდევ რაღაც პოლიტიკური მოვლენების შედეგად გადაგვარჩინა. ჩვენ ახლა ან გადავტეხავთ ჩვენ ისტორიას და წავალთ სხვა გზით, და ჩვენ უბრალოდ გადავწყდებით და დავასრულებთ ამ ქვეყანაში არსებობას. ხას უსვამ გონებარეულ ყალბ ნარატივებს გამოკიდებული ხალხის თვის ამ ქვეყანას არავინ დატოვებს. ყალბ წარმოდგენებზე აგებულ შეხედულებათა სისტემას გარდატეხა ჭირდება და ჩვენ მივდივართ ამ გრანდიოზულ ამოცანაზე და ამ გადაწყვეტაზე, რადგან ეს დროის მიერ დასმული ამოცანა და ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ეს ვიღაცა არის საღი ქართველების ერთობა. სხვა გადამწყვეტი ამისა ასეთ შეყვანილ ჩიხურ სიტუაციაში არ არსებობს. რომ არსებულიყო, ამ ინიციატივას ჩვენ არ გამოვაჩენდით. აი, ყველაფერი ერთად გამოგვივიდა შეკრული, რა გვინდა, რას ვაკეთებ, ჩვენი შესანიშნავი კითხვები და აი ეს არის, ყველაფერი ერთად არის. რა გვინდა? თანამდებობა გვინდა? წინსაც წაუღია თანამდებობა თუ ქვეყანა თავზე გენგრევა. რა გინდა თანამდებობა? ფული? დიდი ფულის იგნორირების ერთადერთი აი განეიტრალების ერთადერთი გზა არის ფულის იგნორირება. რადგან შენ უფრო დიდ ამოცანას აკეთებ. შენ წყვეტ 700-წლოვანი ისტორიის განვითარების ტრაექტორიას გარდატეხავ მას სხვაგან, იმიტომ რომ ამაშია მომავალი. ფული რას ახსენებელია ამასთან ფული? რას ახსენებელია ამასთან ვიღაც შენს თანამემამულესთან, კარგთან, ცუდთან დავა. რა გვაქვს სადაო? ჩვენ ეს ქვეყანა გვინდა. რა გვაქვს 333 პარტიასთან სადაო? რაიმე რო შეძლებოდათ გააკეთებდნენ. ვერ აკეთებენ. რა გვაქვს? დე ფაქტო ხელისუფლებასთან სადაო ჩვენ? ხელისუფლება, ჩემი მითითება რაში უნდა ჭირდებოდეთ? ეს ბარდაგი არ უნდა გქონდეთ ქვეყანაში, ხო? 13 წელია ხელისუფლებაში არიან, არის. ესე იგი მოსარევია ეს სიტუაცია
და ხას უსვამ მე ეხლა ვთქვი გრანდიოზული ამოცანები მე მესმის რამდენად რთულია ადამიანმა დააჯეროს შენ თავს რომ ამის გაკეთება შეგიძლია მე ძალიან კარგი ხალხი მწერს რომ ამხელა რამეს რომ მოკიდე ხელი და რომ მოკიდეთ ხელი და ასე შემდეგ იქნებ ცნობილ სახეებთან ერთ ჩემზე უკეთესად ვინ რა იცის რა განლაგება ქვეყანაში რაიმე რომ შეიძლებოდეს მე არ გადავდგამდი იმ ნაბიჯს მაგრამ მე ვხედავ ერთადერთ ძალას ეს არის ქართველების ძალა ჩვენ ერთობა არ შეგვიძლია ზღაპარია ეს არის ზუსტად იმის ჩასანერგად რომ ქართველებს საერთო ენა ჩვენ ერთად ყოფნა შეგვიძლია ჩვენ შეთანხმება შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის გატანა შეგვიძლია და ჩვენ ამ ქვეყნის მოვლა პატრონობა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია მაგასაც დაგანახეთ ო რომ არ შეგძლებოდა ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდით ბატონო ვერ მოვიდოდით და ეხლა ამ ყველაზე კრიზისს მე ეხლა მიმაჩნია ბოლო 700 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიზისულ მომენტად იმიტომ რომ ის საფრთხეები რომელიც დღევანდელ საქართველოს აქვს თავისი მასშტაბით არასდროს ყოფილა წარსული 7 წლის განმავლობაში ეს არის მართალია იქ ძალიან ძლიერი იმპერიების ზეწოლა იყო მაგრამ ეს არ იყო გლობალური ზეწოლა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის რომ დღეს საქართველოს არის გლობალური ზეწოლა და ამ გლობალური ზეწოლას როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ და გავატაროთ ჩვენი სახელმწიფო დანის პირზე ეს რომ არ იყოს გააზრებული გიჟი უნდა იყო ამ საქმეში შემოხვიდე და აიღოთ ჩვენ მივალთ აქან ჩვენ ყველაფერს ღიად გავაკეთებთ ღიად ვისაუბრებთ და საერთო გადაწყვეტილებას გავაკეთებთ ხას უსვამ ქართული დიდი გაერთიანების სახელით გაკეთდა მხოლოდ 4 ინიციატორის განცხადება რომ საჭირო ეს არანაირი სხვა განცხადება ერთობის სახელით არ გაკეთებულა არასდროს არ იქნება განცხადება რომელიც ქართველთა ერთობის გარეშე იქნება გაცხადებული ცალკეულ ადამიანებს თუ ვინმესთან ანგარიშწორება უნდათ კიდე გეუბნებით შეგიძლიათ ნუ დაიტვირთავთ თავს ამ ერთობაში მოსვლით ცალკე იყავით თავისუფალი ადამიანები რომლებსაც ლანძღავენ იმას ვინც მიაჩნიათ სალანძღავად ქართული საქმის გვერდით ვინმეს ლანძღვა იმდენად პატარა საქმეა იმდენად მიუღებელი საქმეა რომ ჩვენ შეიძლება მოდით ასე ვთქვათ ცოტათი ვავნოთ თორე ამ საქმეს ვინც ავნებს ის დაწყევლილი ადამიანი იქნება მაგრამ ჩვენ ვერ დაუშვებთ რომ ამას ვინმე მავნოს ასე ვთქვათ ჩვენ არა გვაქვს გამოცდების არების დრო აი შენ ნახე რა ცუდად მოიქეცი და ემან მოიტანა ცუდი არა ამას ჩვენ აღმოუფხრით საწყის ეტაპზევე რადგან ამ ამოცანის გვერდით არაფერი არ არსებობს ჩემი და საერთო კეთილგანწყობა მინდა ვთქვა არ გვაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია ჩვენი სასაუბრო თემა იქნება საქართველოს პრობლემები რაც ჩამოვთვალეთ და არა კონკრეტული ინსტიტუტებისადმი ან პიროვნებებისადმი კრიტიკა ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პირები და ამას მოტივაცია ექნება მაგრამ ჩვენ არასდროს არ დავიწყებთ ოპოზიციის გარჩევას არასდროს არ დავიწყებთ სხვა ცნობილი და ფუძე ინსტიტუტებზე საუბარს იმიტომ რომ ყველაფერ ამაში ყველას აქვს თავისი წვლილი შესატანი ამ საერთო საქმეში თუ ჩვენ დავინახავთ რომ რაღაც ძალა ეწინააღმდეგება ამას ჩვენი რეაქცია შესაბამისი იქნება მაგრამ ქართული ერთობა გახსნილია ყველასთან სასაუბროდ მე დავჯდები ყველასთან სასაუბროდ ვისაც კი სურვილი ექნება მოვლენ ჩვენთან არ მოვლენ ჩემი ასაკი ჩემი წარსული ჩემი პასუხისგებლობა მე მაიძულებს ყველა ქართველს დაველაპარაკო რომელსაც ექნება სურვილი ჩვენთან საუბრისა მან უნდა გადაწყვიტოს შემდეგ მოვა ჩვენთან თუ არ მოვა მისი ნება რა განცხადებებს გააკეთებს
მაგრამ ჩვენ გახსნილი ვიქნებით ყველასთვის, ვისთვისაც ეს ძვირფასია. მე მეუბნებიან, რომ აი იქნებ ცენზი დავაწესოთ, იქნებ რაღაც ფილტრი ჩავდოთ. ქართველებს მე ფილტრს ვერ ჩაუდებ. ჩვენ ერთმანეთის ცნობა ისე ვიცით, როგორც ხუთი თითივით. ვინ არის საქართველოში და ვინ რისი გამკეთებელია და კაცი გიდგას წინ მოსული, რომელსაც უნდა ქართულ საქმეს ემსახუროს და მეუთხრა რაიმე ცენზი? მაშინ მე იდიოტი ვყოფილვარ, ჩამოყალიბებული და მე ყველა ცნობილ სახეს მივესალმებით, ვინც მოვა აქ თავისი ნებით. მაგრამ მე გავაკეთო ის, რომ რა კი ყველას ვიცნობ და აი ქართველი ხალხი, კიდე გეუბნებით, ქართველი ხალხის ძალის გარეშე საქმე არ გაკეთდება. მივესალმებით ყველა ადამიანს, ვინც აქ მოვა, იმიტომ რომ ყველა მოსული ადამიანი არის უძვირფასესი და არ არსებობს ცნობილი სახე, რომელიც თქვათ კახეთიდან, იმერეთიდან ჩამოსულ კაცზე უკეთესი იქნება. არა. ამ საქმეს სხვა რამე ჭირდება. 35 წლის მანძილზე, 40 წლის კიდევ უფრო დიდი ხნის მანძილზე არაფერი მსგავსი საქართველოში არ გაკეთებულა. ჩვენ წარსულიდან ვერაფერს მოვიტანთ აქ. სხვა კოორდინატთა სისტემა. წარსულიდან ჩვენ მოვიტანთ ჩვენ შემართული ქართველების სულს. ეს სული გვაქვს ჩვენ და არსად არ წასულა. სხვა არაფერი არ ვარგია დღევანდელობისთვის. დანარჩენი ჩამოყალიბებულია. კიდევ ერთხელ გავივლით ყველასთან ერთად და ერთად ჩამოვაყალიბებთ უკვე ქართული ერთობის დიდი გაერთიანების სახელით. ამიტომ ხაზს უსვამ, მე განსაკუთრებით ძალიან არ მომწონს წარსული ნარატივებს აყოლილი ხალხის საუბარი, გვარების, სახელების განმეორება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, სხვა პრობლემა გვაქვს. არაფრის გადმოტანა არ შეიძლება. ვერაფერს ვერ გამოიტან, თუ გადმოიტან, დაგემხობა თავზე ყველაფერი. ეს ყველაფერი გადმოტანაში რას გულისხმობთ, ბატონ დებრო? წარმოდგენები, დიახ. სქემები, რომლებიც თქვათ, გნებავთ 125 წლის წინ იყო, მერე იყო 35 წლის წინ, არა, სხვა რამე არ იდგა, ასეთი გარემო არ იყო, ასეთი კოორდინატა სისტემა. როგორ შეიძლება სრულიად სხვა? აქ რა არის საჭირო, იცით? არაწრფივი გარდაქმნა არის საჭირო. იქ არსებული, მე კიდე გეუბნებით, ის ქართული სული და ძარღვი ტრანსფორმირებული იქნება დღევანდელ კოორდინატებთა სისტემაში და იქედან შეხედულებათა სისტემა თუ არსებობს, რომელიც დღეს ვარგისია, არაწრფივი გარდაქმნის შედეგად, არაწრფივი და ასე პირდაპირ გადმოტანით, არაწრფივი კი იცი შენ რას ნიშნავს ეს? არაწრფივი გარდაქმნის შედეგად იქნება დღევანდელობაზე დამყნილი, მაგრამ ეს სულ სხვა რამე იქნება. ხაზს უსვამ. ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ ვისაუბროთ. საერთო ერთობა არის ეს ერთობა. მე შორსა ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მთელი საქართველო გაერთიანება, ასეთი რამ არ მოხდება, ასეთი სისულელე არ შეიძლება ოცნებად გქონდეს, რომ ამათ არა, აქ მოვა ის ხალხი, რომელიც იმოქმედებს. ხაზს უსვამ. კიდე გეუბნებით, ჩვენი მდგომარეობაც უნდა ხალხმა მაცხოვარი გაწირა ყაჩაღის გულისთვის და თქვენ გონიათ მე სიხარულით შემხვდება და ან და კიდევ იმ სამ ადამიანს, რომელიც ყველაფერს გაგვიკეთებენ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ ამ საქმეს ბოლომდე გავიტანთ. გვაქვს ამის შეგნება რო არ გქონდეს, ამას რატომ მოვკიდეთ ხელს კაცო? ეს ხო კიდე გეუბნებით, აქ არ გაკეთება ამისა არ შეიძლება. აქ ოდნავ ისე მე მესმის ემოციები ალბათ იყო გამომჟღავნებები ესენი, მე ემოცია არ გამაჩნია, აბსოლუტურად სისხლიანი ვარ პოლიტიკაში, აბსოლუტურად საღი გონება მაქვს და რასაც მე ხავ ამბობ 40 წელია მე ამაზე ვფიქრობ. წერ უამრავი რამე მაქვს გაკეთებული
და არ ვიყავი 40 წლის უკან ამ აზრზე. ჯერ გარკვეული არ ვიყავი. იმ ცხოვრებამ, რომელიც მე გავიარე, სრულიად უნიკალურმა ცხოვრებამ, მიმიყვანა ამ აზრამდე, რომ ყოფილიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამ საქმისა. რას ველი აქედან? ყველაფერ ცუდს ველი თუ რაიმე შეიძლება ჩემს მიმართ განხორციელდეს. და მე მაინც არ დავიხებ უკან, იმიტომ რომ ეს საქმე არის ღვთისნებით გადაწყვეტადი საქმე და ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. ბატონო, საორგანიზაციო საკითხებზე ხომ არის საუბრები თვალინდელ დღესთან დაკავშირებით? არა, მე მგონი არ არის საჭირო, ხვალ ვინც შეძლებს მოცლას, ვინც ვერ 2 შეძლებს. საათზე. მალე უკვე ქსელი იქნება, ჩაერთვებიან იქ, მერე კიდე WhatsApp-ზე სპეციალური ქსელი გაკეთდება, მოკლედ თუ რაიმე IT ტექნოლოგიების საშუალებას გაძლევს, ყველაფერი აეწყობა საუკეთესოდ, ამიტომ უახლოეს 2-3 დღეში ჩვენ შემოგთავაზებთ, ვისაც სურს, რომ ერთმანეთთან ყოველდღიურ კონტაქტში ვიყოთ, გაერთიანდეს ამ ჯგუფში, ჩვენ ხვალ ისედაც სოციალურ ქსელის ჯგუფებს გავაკეთებთ. მოკლედ ხვალ, ვინც მოვა და ვინც ვერ მოვა, ნელ-ნელა შევივსებით და ჩვენ ვიტყვით რამდენი წევრი ვართ ამ გაერთიანებაში, ამ საწყის ეტაპში. რაც შეეხება მე მინდა ვთქვა ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ხშირად სვამენ ხოლმე ამ შეკითხვას, ემიგრანტებს ექნებათ საშუალება სტრიმს ადევნონ თვალყური, სად გავა რა ბმულიზე და რომელ პლატფორმაზე, იქნება ეს YouTube თუ იქნება ეს Facebook-ი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ხვალვე დაიდება და დაიდება ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე აქაც დავდებ, მეც დავდებ ამ ინფორმაციას პოსტის სახით ამ არხზე, YouTube-ის არხზე, თქვენს გაახმოვანებთ ალბათ Facebook-ზე ბატონ დემურ, ანუ ის პლატფორმა, სადაც იქნება პირდაპირ ეთერის ტრანსლირება. ემიგრანტებისთვის გულისხმობ მე ამას. აუცილებლად ამის შესახებ ხვალ გექნებათ ინფორმაცია უფრო დეტალური თუ რომელ პლატფორმაზე შეძლებთ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციას ადევნოთ თვალყური. სხვა რა ვიცი, კიდევ თუ რამე არის საორგანიზაციო საკითხი ისეთი, არა, არაფერი, მე მაყურებელს უთხრათ. მადლობა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, უდიდესი მადლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვები შემოდიოდა, მე არ გაგაწყვეტინეთ თქვენ, თუმცა ამაზე ალბათ მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ. მე კი სულ ვპირდები, მაგრამ სამწუხაროდ დროის უკოლობის გამო ვერ ვახერხებ ბოლო 2 კვირა კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთი თუ არის შეგვიძლია უპასუხოთ ერთ-ერთ კითხვაზე. დღევანდელ თემას არ ეხება ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ჩინური ბანკების შემოყვანაზეა შეკითხვა. ამაზე თუ ისაუბრებს ბატონი დემურიო, ეს მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ დამაფიქრა ამ ინფორმაციამ, რომ მოდი ასე გავაკეთოთ, არაბული ინვესტიცია და ჩინური ბანკების შემოყვანა. ეს არის დილეტანტური. სინამდვილეში რა ყოფილა, იცით? არაბული ინვესტიცია 250 ჰექტარი გონიოს პოლიგონი მიყიდეს და 150 ფონიჭალაში მიწა მიყიდეს. აი ეს არის ინვესტიცია ბჭყალებში. დიახ. ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, სადაც ეს დაფიქსირებულია. ამ სისულელეზე ხელი მოწერილი აქვს დავითაშვილს, ანუ იმ წყალწყალა მინისტრს ეკონომიკისა და რა თქმა უნდა ამაზე ხელი აქვს მოწერილი აჭარის ის რა გვარია? რიჟვად. ვაშაძეა თუ რა გვარი? რიჟვაძე არ არის? ხო, რიჟვაძე, ხო, ისიც კატასტროფა სრული, ხო? ეს არის კატასტროფული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ჩინური ბანკების შემოყვანას, ეს არის ვიღაცის ლობირებული საქმე და უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით საპარტნიორო ფონდში დანიშნულია კაცი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, საკუთარი საქმის კეთების მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ჩინეთში ბიზნესების აწყობით, რაც ფული იყო საპარტნიორო ფონდში, ამ გასაუქმებელ ორგანიზაციაში მოახმარეს საკუთარ ბიზნესებს. ისევე როგორც რუსთაველის ფონდი გასაუქმებელი მოახმარეს საკუთარ ინტერესებს ჩაკეტილ წრეში, ამ ხელისუფლების, ამ მთავრობის
მეშვეობით და შემოყავს ვიღაცას თავისი ბიზნესისთვის. ქართული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ეს არის წმინდა წყლის სისულე. იმ მახინჯ საბანკო სისტემაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მესამე ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეიქმნა უმახინჯესი საბანკო სისტემა, უნივერსალური საბანკო სისტემა, ამას დაემატება კერძო ინტერესებზე აგებული ჩინური ბანკების შემოყვანა და ქართული ეკონომიკა, როგორც არის პრიმიტიულ კლავწარმოებაზე გადაყვანილი, კიდევ უფრო უარესად იქნება განადგურებული და ამას ბოლო უნდა და აი ეს არის ქართული, მოდი ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს განვითარებაზე. ამაზე სასაცილო ფრაზა ძნელი მოსაძებნი. სამწუხაროდ გეთანხმებით ბატონ დემურის ერთი გადაცემა შეიძლება იცით რას დაუთმოთ კიდევ აი იმის ანალიზ თუ რამდენი ფულია საქართველოში ამ ფონდებიდან შემოსული ვითომ განვითარებაზე დახარჯული და რა ყველაფერი არ არის, ყველაფერი ცნობილია, აგერამაც მე ორი გამოცემა პარლამენტში როდესაც დაგვირიგეს თუ ბოლო კაპიკამდე სად რა არის წასული, მერეც იქნება ალბათ ეს აღარ მომიძიეს, სრული კატასტროფა. USAID-ო რომ ამბობენ, ეს არის ესე იგი მილიონებით გაფლანგული ფული ამა წყალ-წყალ მოდელირება რო გავაკეთოთ ბატონ დემურ, აი ეს ფული მართლა ეკონომიკას რომ მოხმარებოდა. არა კაცო, არა, რაც ამბობთ, რა ეკონომიკას, რის ეკონომიკას. სად უნდა ყოფილიყავით ახლა? ნაწილი რაღაცა მოხმარდა ნამდვილად, ესე იგი, როდესაც ლარი იქნა შემოღებული, მართლაც იქნა სარეზერვო ვალუტად გადადებული, დანარჩენი იყო ქრთამი ამ მარიონეტი ხელისუფლებების მოსასყიდად, ანუ მათი გადახდა, იმიტომ რომ ის ეკეთებინათ, რაც 32 წელი უკეთეს ხელისუფლება. საქართველო შევარდნაძის წყალობით განვითარებული. მარტო შევარდნაძის არა, ბატონ დემურ, მე თანამედროვე არა, მე გეუბნებით, განვითარებული ქვეყნის სტატუსიდან ფული იხარჯება, ვითომ რაღაცა კეთდება, დიახ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსზე მოთხარეს საქართველო, გაანადგურეს საქართველო მარიონეტმა სამმა ხელისუფლებამ და ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე. სამწუხაროდ. ბატონ დემურ, დავასრულოთ დღეს. დავასრულოთ. უკვე საკმაოდ თითქმის 2 საათი ეთერში ვართ. შეუჩნელად გადის ხოლმე დრო. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. როგორც ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ხარვეზები დღეს ზოგიერთ მაყურებელთან ზოგთან არ იყო. ამიტომ აუცილებლად გადაცემის დასრულების შემდეგ მე ავტვირთავ ჩანაწერს დამატებით და გექნებათ საშუალება, რომ ჩანაწერსაც უყუროთ ხარვეზის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დემურ თქვენ. მადლობა ჩვენს წარმატებული ხვალინდელი დღე. და მაყურებელსაც ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით.